საღამომშვიდობისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულმა კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად აირჩია საპატრიარქო ტახტის მოსახდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. დღეიდან საქართველოს ეკლესიის ახალი საჭედმფრობელი შიო მესამე ატარებს ტიტულს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხვალ 12 მაისს გაიმართება. წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომის დღეს. მიტროპოლიტი შიო ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი 2010 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ქორეპისკოპოსი იყო. 2017 წლის 23 ნოემბერს კი ილია მეორე მის კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსახდრედ დანიშნა. ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით, თქვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამე. ის იმედოვნებს, რომ დღევანდელი ისტორიული დღე გახდება კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელების საწინდარი, რომ ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთისმსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობის და გაერთიანების თავგანწირული მსახურების გზა. ამ ისტორიულ დღეს ჩვენ სტუდიაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვიმსჯელებთ იმაზე, რა მემკვიდრეობა მიიღო ახალმა პატრიარქმა ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მსახურების შემდეგ და რა გამოწვევები აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი განვითარების ახალ ეტაპზე. ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით. ულოცავთ მის მაღალყოვლედო საუდილოსობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას. საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე, აქსიოს! 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 და წარმოგიდგენთ დღევანდელ სტუმრებს დეკანოზი ვლადიმერ ვახტანგაძე, ასევე თეოლოგი ლევან აბაშიძე, ლაშა ჟვანია, ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელი, დეკანოზი იაკობ შიუკაშვილი, ასევე გიორგი გვასალია, თეოლოგი, პარმენ მარგველაშვილი, გიორგი სიხარულიძე, რეჟისორი და თამარ მამაცაშვილი, საეკლესიო ჟურნალ კარიბჭის მთავარი რედაქტორი. ურმესი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. მან ვლადიმერ, პირველი კითხვით ალბათ თქვენთან გადმოვალ, ახალი კათოლიკოს პატრიარქი უნდა წარუძღვეს ეკლესიას, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ილია მეორის განსაკუთრებულ ავტორიტეტთან ასოცირდება სხვა ყველაფერთან ერთად. როგორ უნდა გააგრძელოს ახალმა პატრიარქმა ეს გზა, როდესაც დღეს ახალი პატრიარქი სწორედ იმაზე საუბრობდა, რომ ეს გზა უნდა გაგრძელდეს. თქვენის აზრით, როგორ უნდა ჩამოაყალიბოს ეკლესიის წინამძღოლობის ახალი სტილი? იმიტომ რომ 21 საუკუნეში ორ ყველაფერი იცვლება და ახალი სტილი ეკლესიაშიც. საღამომშვიდობისა, პირველ ყოვლისა გმადლობთ მოწვევისთვის. მართლაც ისტორიული დღე არის, დღევანდელი დღე. ფაქტობრივად ჩვენ ახალ ერას ვიწყებთ საქართველოს უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, რამე თუ უწმინდესი და უნეტარესი შიო გახლავთ პირველი კათოლიკოს პატრიარქი, რომელიც გამორჩეულ იქნა უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში. 50 წელი თითქმის ნახევარი საუკუნე მართა 59 წლის განმავლობაში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესია და ფაქტობრივად მან შექმნა ეპოქა. ყველა ჩვენგანისათვის პატრიარქი და პიროვნება გაიგივებული იყო. მაგრამ ისტორიამ თავისი ქნა, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ზეციურ საქართველოს შეერთო და ახლა ახალი ეტაპი იწყება. რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევის წინაშე დგას დღეს ჩვენი ეკლესია, ბევრი სიხარული და ბევრი განსაცდელი გველის წინ. ეს ბუნებრივია, ეკლესიის ცხოვრება ასეთია ოდითგან. და სასოებით ღმერთს, რომ ბიბლიის პრინციპებით, წმინდა წერილის პრინციპებით მართავს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა შიო მესამე საქართველოს უწმინდეს მართლმადიდებელ ეკლესიას. იმ მამამთავართა დარად, რომელთა სახელებიც დღეს
ოქროს ასოებით არის ჩვენი ეკლესიის ისტორიაში დაწერილი. დღევანდელი დღე თანამედროვეობა განსაკუთრებული არ გავს არც ერთ ეპოქას და ეკლესიის ლოცვით, ღვთისშეწევნით ყველაფერი იქნება ისე, როგორც ღვთისთვის სათნოა. ბატონ ლევან, ნახევარ საუკუნოვანი ეპოქა ვახსენეთ 59 თითქმის 50 წელი. როგორ შეიძლება განსაზღვროს ახალმა პატრიარქმა მთავარი მისია საჭეთმფრობლის? რა იქნება მისი მთავარი მისია, როგორ ფიქრობთ? რა ვიცი, ძალიან ამ კითხვაზე პასუხი ალბათ უნდა ვკითხოთ თვითონ პატრიარქს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც გაგრძელებაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი უმთავრესი რა იყო პატრიარქის, ეს იყო ერთიანობის შენარჩუნება, ერთიანობა, ერთსულოვნება და ეკლესიის ზრდა, ეკლესიის გაძლიერება. პირველივე დღიდან ის შეუდგა ამ საქმეს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ცვლილებები, რასაკვირველია, ცვლილებები აუცილებელია და ეს ცვლილებები ამაშიც უნდა ჩვენ პატრიარქ ილია მეორესგან უნდა ავიღოთ მაგალითი ის არ ასე ვთქვათ თამამად ასე ვთქვათ ცვლილებებს ახორციელებდა ხოლმე და დიახაც ეკლესიას სჭირდება ცვლილებები. როგორც ერთმა თეოლოგმა თქვა, ეკლესია მარადის იცვლება იმისათვის, რომ დარჩეს იგივე, ანუ იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ის უმთავრესი რაც არის ეკლესიაში, რადგანაც ყველაფერი იცვლება, ასევე ეკლესიაც უნდა იცვლებოდეს. ეს მოკლედ რო ვთქვათ ესე. ბატონ ლაშა, სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა ილია მეორემ არის განუზომელი, მაგრამ აი ამ სულიერი მემკვიდრეობის ერთგვარ დაცვას ელოდება ალბათ მრევლი ახალი პატრიარქისგან. თქვენ როგორ ფიქრობთ? რას ნიშნავს ილია მეორის გზის გაგრძელება, რასაც დღეს ახალი პატრიარქი საუბრობდა? მნიშვნელოვანი იყო ახლადარჩეული კათოლიკოს პატრიარქის გუშინდელი ჯერ კიდევ არჩევნებამდე ნათქვამი სიტყვები მისი ქადაგებიდან, რომ ხვალ ან დღევანდელ დღეს გულისხმობდა საქართველოს ეკლესია აირჩევს ახალ კათოლიკოს პატრიარქს, რომლითაც აუცილებლად გაგრძელდება მისი უწმინდესობა ილია მეორის მიერ დაწყებული გზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ბმა და მისი უწმინდესობის გზის გაგრძელება მნიშვნელოვანი არის ეკლესიისთვის, იმიტომ რომ ნაყოფი ჩვენ თვალწინ არის და ნაყოფი კეთილი არის. მისი უწმინდესობა ილია მეორის მიერ გადადგმული ბევრი ნაბიჯი, განხორციელებული ცვლილებები, ეკლესიის ზრდა, ეპარქიების ზრდა ახალ კათოლიკოს პატრიარქს მოუწევს უკვე ძალიან მალე გამორჩევა ახალი ეპისკოპოსების 7 კათედრა არის დაქვრივებული საქართველოს ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიებში. ამას მოყვება ბუნებრივია ახალი ეპისკოპოსების მუშაობა უკვე ხალხთან და საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი კათედრებზე არის საუბარი, საზღვრისპირა კათედრებზე არის საუბარი, სადაც მნიშვნელოვანი არის რომ იყვნენ ეპისკოპოსები. შემდგომში უკვე განათლების მიხედვით თან რაც მთავარია, ახალი ტექნოლოგიები, ახალი გამოწვევები მსოფლიოში რაც არის, ეკლესიისთვისაც გამოწვევა არის და ამისთვისაც მზად უნდა იყოს. ამ ხრივაც ეკლესიას ექნება ძალიან დიდი სამუშაო ჩასატარებელი ახალი ტექნოლოგიების თვალსაზრისით, რომ ფერხულში არ ჩამორჩეს ეკლესია, ვინაიდან უკვე ახალგაზრდა თაობასთან სხვანაირად არის საუბარი საჭირო, სხვანაირად არის მიწოდება საჭირო და ეკლესია ამისთვისაც უნდა მოემზადოს მომავლისთვის. ანუ ის რაც არის სიკეთე ეკლესიისა, ის რაც არის სამოციქულო საქმიანობა ეკლესიისა, სახარების მიტანა ახალგაზრდა თაობასთან, უკვე სხვადასხვა ტექნოლოგიებით შეიძლება მოხდეს. ეს არის უამრავი გამოწვევა ახალი, რომელსაც ახალი კათოლიკოს პატრიარქს ელოდება წინ და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს. შესაბამისად, სამღვდელოებად, წმინდა სინოდით ამაში ერთიანი უნდა იყოს, რომ ერთად გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს, მაგრამ ერთს მინდა მე ყურადღება მივაქციო დღევანდელი დღე რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ეკლესიამ და წმინდა სინოდმა. მაგალითი აჩვენა მთელ საზოგადოებას, როგორ შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა აზრის, სხვადასხვა კანდიდატის, სხვადასხვა მხარდაჭერის, სხვადასხვა ჯგუფების ხო შეიქმნა რეალურად რაღაც გარკვეული სიმპათიებით თუ მოსაზრებებით სხვადასხვა ჯგუფები, მაგრამ მიღება არჩევნების შედეგების მაშინვე აღიარება და გვერდში მდგომა ახლად არჩეულ კათოლიკოს პატრიარქთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი ეს ეკლესიის მუდმივად ასეთი, როდესაც ეკლესია თავის მოწოდებას აჟღერებდა ხოლმე
იმ ქარტეხილების პერიოდში 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რაც ჩვენ საზოგადოებას მუდმივად ჰქონდა პოლიტიკურ გულისხმობამდე და საზოგადოებაში განსხვავებულ აზრებს, ეკლესიამ დღეს პრაქტიკულად აჩვენა რეალობაში, როგორ უნდა მოიქცეს არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც, როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება მომავალში. ეს არის მიმღებლობა იმ განსხვავებული პოზიციის გამარჯვებისა, რომელი განსხვავებული პოზიციაც დღეს ვნახეთ, უმრავლესობამ მიიღო ეს პოზიცია და უმცირესობამ, რომლებიც იყო, ასევე მიიღო ეს პოზიცია და ეკლესია კვლავ ერთიანი არის საზოგადოების წინაშე. კვლავ ერთიანად გაუძღვება მომავალში თავის მრევლს, საზოგადოებას, მთლიანად ჩვენ ქვეყანას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ის რაც მე დავინახე და ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა დღეს დღევანდელი არჩევნების პირობებში. დიდი მადლობა. მამა იაკობ, მეუფე შიომ ბრძანა ჯერ კიდევ მის არჩევამდე, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიულად იყო ერის გამაერთიანებელი, იყო ქართული ენის დამცველი, ტრადიციების დამცველი. როგორ რა ფორმით თქვენი აზრით აპირებს ახალი კათოლიკოს პატრიარქი ამ გზის გაგრძელებას? რასაც ქვია ტრადიციების დაცვა, ქართული ენის დაცვა, ერის გაერთიანება. სანამ მაგას ვიტყოდეთ ორი სიტყვით მინდა თქვა რომ მიულოცო მის უწმინდესობას ანდრია მოციქულის ტახტზე აბრძანება და დავით მეფის სიტყვები გავიხსენო რომ აღამაღლოს უფალმა რჩეული ერისაგან თვისა და ეს სიტყვები მეუფე შიოზეც აღსრულდა და ამ დიდ საქმეში მას უფალი შეეწევა რა თქმა უნდა და თავარი რაც არის ეკლესიისთვის ეს არის ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვით იმართება ეკლესია და ღვთის სიტყვით საზრდოობს, ღვთის ცნებებით და იმ სწავლებებით რაც არსებობს აი ამ 2000 წლოვან ეკლესიაში. ეს არის მთავარი ღირებულება. უფალი ბრძანებს რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. აი ამ გზაზე უნდა ატაროს ახალმა პატრიარქმა ჩვენი ერი, იმიტომ რომ ჩვენ არც მარჯვნივ წავსული ვართ და არც მარცხნივ. ყოველთვის აი ამ გზაზე დავდიოდით, ამ ჭეშმარიტებაში ვიყავით და აი ამ სიცოცხლეში ვიყავით. და აი ეს არის მთავარი სახარებისეული ღირებულებები. დღეს ძალიან ბევრი ღირებულებებია, ბევრი ესე იგი სხვადასხვა აზრებია თანამედროვე სოფლიოში, მაგრამ იესო ქრისტე გუშინდა დღეს იგივე რაც უკუნისამდე. ქრისტეა მთავარი და მისი სწავლება და ამით უნდა შეძლოს. პატრიარქის ეპოქა უნიკალური იყო, ყველაზე რთულ პერიოდში მოუწია მას მოღვაწეობა და მან ეს შეძლო, რომ ერი გააერთიანა. ასევე ეკლესია გააძლიერა, საზოგადოების ნდობა მოიპოვა. ახალი პატრიარქი ზუსტად ასეთი უნდა იყოს, გამაერთიანებელი ერისა და მეუფე რჩეული შვილია უწმინდესისა და აუცილებლად მის ნაკვალებზე გააგრძელებს სიარულს, ასე ვიმეორებ, ესე იგი ღვთის სიტყვით, წმინდა წერილით. ეს არის მთავარი, ჩვენთვის მთავარი ღირებულება ეს არის. დიდი მადლობა. ბატონ გიორგი, მამა იაკობმა ახლა ახსენა სწორედ რომ ის იყო რჩეული და ასევე მინდა ხაზს გაუსვა იმას, რომ აქამდე საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ხელდასმით იყო თითქმის ყველა რჩეული. დღეს მივიღეთ სურათი, რომ ახალი კათოლიკოს პატრიარქი არის პირველი თანასწორთა შორის, იმიტომ რომ ისინი გარკვეულწილად თანასწორები არიან. აი ამ ძმათა შორის რაღაცა ჩამოყალიბებულ იერარქიაში, ხომ? რა იცვლება ამ ახალი რეალობით, იმიტომ რომ მანამდე ჩვენ გვყავდა პატრიარქი, რომელიც ერთგვარად მამაც იყო მეუფეების. ხომ? იმიტომ რომ მან აკურთხა ისინი. რა იცვლება ამით? ძალიან საინტერესო შეკითხვა უწინას ყოველსა შეუერთებებ. პატრიარქის საზოგადოების მილოცვას ულოცავ სრულიად საქართველოს ულოცავ საქართველოს ეკლესიას და მის უწმინდესობას ულოცავ დღევანდელი დღის საოცარ მნიშვნელოვან მოვლენას. იმიტომ რომ პატრიარქის არჩევა დღეს ამდენჯერმე ვთქვი, ახალი პატრიარქის არჩევა ეს არ არის მარტო რაღაც იურიდიული აქტი, ამის უკან ძალიან ღრმა და ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ამის უკან არის რაღაცის გაგრძელება. დასტური იმისა, რომ არაფერი არ დასრულებულა, პირიქით გრძელდება და ამას წინ ვერაფერი და ვერანაირი ძალა ვერ დაუდგება. რაც შეეხება თქვენ ძალიან საინტერესო შეკითხვას, რა იცვლება ვაი ბატონ ლევას დავეთანხმები, იცვლება ის, რომ დარჩეს იგივე. იყოს იგივე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. რატო ვამბობ ამას? ჩვენ გარკვეული მიზეზის გამო და სრულიად გასაგები მიზეზის გამო ხშირად
საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე როცა ვსაუბრობთ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ მისი ბოლო დროინდელი, აი დევნის დროინდელი, კომუნისტების დროინდელი პერიოდზე, როდესაც მან მერე ავტოკეფალიაც აღედგინა და სრულიად ბუნებრივია ეს აქცენტები. თუმცა მე მინდა საზოგადოებას წარმოუდგინო ხაზი, რომელიც გაგრძელდა. ჩვენ წარმართობის პერიოდში, ისე როგორც ყველა ხალხი, რელიგიური საზოგადოება ვიყავით, მაგრამ ანდრია პირველწოდებულის შემოგზანების შემდგომ ჩვენ გავეცანით ჭეშმარიტ მსახურებას. ჩვენ მოვისმინეთ და გავიგეთ, რას ნიშნავს და რა არის ღვთისმსახურება. აი საქართველოს ეკლესიის პატრიარქთა ისტორია და მათი მემკვიდრეობის ისტორია მოყოლებული ანდრია პირველწოდებულიდან. ეს გახლავთ ისტორია ამ უწყვეტი ღვთისმსახურებისა, შეუწყვეტელი ღვთისმსახურებისა. ისეთი ძალიან მნიშვნელოვანია, რატო? იმიტომ რომ აქ აბსოლუტურად სამართლიანად აღინიშნა, რომ დღეს საოცარი მაგალითი ნახა საზოგადოებამ და ქართულმა ერთობამ, რას ნიშნავს ნამდვილი ერთობა, სად ხდება ამ ერთობის ნაყოფის მიღება. როგორ შეიძლება ეს მოხდეს და მე მინდა ხაზგასმით აღნიშნო, ეს ხდება ღვთისმსახურებაში. მისი უწმინდესობა შიო მესამეს ქადაგებები პატრიარქად აღსაკუთრებამდე რომ მოვისმინოთ, მის ქადაგებებში მუდმივად ფიგურირებს და დომინირებს ერთი ხაზი. მადლის სულისაწმინდისა, შეწევნა ღვთისა და აი აქ გაერთიანება. აი დავაკვირდეთ ჩვენ უახლოეს ისტორიას, რამდენჯერ ცადეთ გაერთიანება, რამდენჯერ ცადეთ ერთობა. არც ერთხელ არ 40 წელი გადის. ვერ გავერთიანდით. ჩვენი პრობლემა ეს არის, რომ ჩვენ თავარ ადგილას, თავარ ნიშნულთან გაერთიანება გვჭირდება. ეს მისმა უწმინდესობამ ნეტარსენებელმა ილია მეორემ ბოლომდე გვასწავლა და გვანახა. ახლა ალბათ უკვე ნაყოფის მონკის დრო არის და ვესაუბრალს, რომ ახალი პატრიარქის ამისოდ ყველაფერს გააკეთებს. ყველა ჩავერთოთ ღვთისმსახურებაში. სხვა ერთიანობა არ გამოვა. ვერ გავერთიანდებით. ეს ჩვენი ისტორია. ეს არ არის თეორია და ეს არ არის თეზისი ან რაღაც მოწოდება. ეს ფაქტია, ეს ისტორია. ჩვენი ერთობა ხდება მხოლოდ და მხოლოდ სვეტი ცხოველში, მხოლოდ და მხოლოდ უფლის გარშემო იმ ერთიანობის იდეასთან, რომელიც სიმბოლოა ეკლესიის ერთობისა და შენგონ საზოგადოების ერთობისა. ვერ გავერთიანდებით ამის გარეშე. ამიტომაც აი რაღაც გულის სიღრმეში მგონია, რომ აი რა არის ძალიან სიმბოლური 1700 წლისთავია გაქრისტიანების საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისა და სწორედ ამ ნიშნულიდან იწყებს მისი უწმინდესობა შიო მესამე მოღვაწეობას საქართველოს მისიაც არის. ძიმეც არის და ამავე დროს არის გარკვეულწილად თან ასეთი პატრიარქის შემდეგ. ასეთი და რა მინდა თქვა, მის უწმინდესობას აქვს და საზოგადოებას აქვს გადაშლილი წიგნი, სადაც იკითხება კითხვაზე პასუხი, როგორ გავერთიანდეთ, სად გავერთიანდეთ. ყავს ღვთისწყალობით უკვე მამამთავარი და მჯერა რო უწინამძღვრებს აი ამ ერთობის იდეას მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმსახურებაში. ეს ამ პასუხს ამოიკითხავს საქართველოს ეკლესია და შემდეგ მრავალსაც გააერთიანებს. ეს საქართველოს ეკლესიას სამკითხული აქვს და მისი უწმინდესობა ილია მეორე ამას ყოველთვის ხაზს უსვამდა. ახლა საჭიროა გავიგონოთ და დაუჯეროთ. თავარი ეს არის. ბატონ ბარ მეუფე შიომ არჩევამდე ასევე ისაუბრა თანამედროვე ცხოვრების ქარტეხილებზე. როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევები აქვს დღეს თანამედროვე ეკლესიას? ეს არის ტექნოლოგიური ცვლილებები, ეს არის უბრალოდ საზოგადოების ცვლილება, რაღაც გარკვეული შეხედულებები. ლაშა ამაზე ცოტა დაიწყო საუბარი სრულიად სამართლიანად და მე გარკვეული გამოცდილება მაქვს უწმინდესთან და უნეტარესთან, ილია მეორესთან ურთიერთობის და მისი კურთხევით შეიძლება ითქვას, შემიძლია თქვა ესეთი რამ. მე უნივერსიტეტის რექტორად როდესაც მაკურთხა და ერთი თვის შემდეგ მქონდა მასთან კომუნიკაცია ჩემი, ვთქვათ, რაღაც ხედვით წარვდექი მის წინაშე, ერთ-ერთზე მქონდა საუბარი და იქ საბედნიეროდ ძალიან ღრმა, რა თქმა უნდა, საუბარი შედგა და ჩვენი საუბრის თემა იყო გლობალიზაცია. დიახ. სამყაროში დღეს თანამედროვე ცივილიზაციურ ეტაპზე კაცობრიობა ცდილობს, როგორც პატრიარქი ბრძანებს ეს თავის ეპისტოლეებში აქვს მას,
რომ კაცობრიობა ცდილობს შექმნას ერთიანი ტექნოლოგიური კონტროლირებადი სისტემა. აი ამ სისტემას გიჭირდება კაცი ადამიანი ჭეშმარიტი სარწმუნოებით აღჭურვილი სიყვარულით და პასუხისმგებლობით მქონე ადამიანი. ასეთი ადამიანის ჩამოყალიბება აუცილებელი. ეს არის ცივილიზაციური გამოწვევა თანამედროვე ამ ტექნოლოგიებით მცხოვრებ საზოგადოებაში, მაგრამ არსებით ის არის, რომ საკითხი ეროვნულ პრობლემას ეხება. გლობალიზაცია ფაქტია, მაგრამ სად არის ეროვნულის ადგილი გლობალიზაციაში? ხომ არ ასეთ შეიძლება დავსვათ კითხვა უფლისნების გარეშე არაფერი ხდება, ხომ არ მიაქვს უკან უფალს სიტყვები, უпроსტად ის სწავლება თუ სასწაული, რომელიც ბაბილონის გოდოლის ნგრევას ეხება. რა, ჩვენ ერთი სამყაროს ვაგებთ და ერთი ენა იქნება და ერთი სააზრნო სისტემა? არა, ეს ყველაფერი რჩება, აი რასაც ქვია ცვლილება, ოღონდ სწორედ იმისთვის რომ შევინარჩუნოთ რაც არის მოცემული ღვთის გამგებულებით და ამ გლობალიზაციის პირობებში ჩვენ უნდა ვემსახუროთ იმ მისიას, რაც ღვთისგან აქვს ერს. ყოველი ადამიანი, რომელიც აღჭურვილი იქნება სარწმუნოებით და შემდეგ, უნდა ემსახუროს ღვთიურ მისიას. ღმერთს ემსახუროს ფაქტიურად თავისი ეროვნული კოლექტიური ცნობიერებით თუ საქმიანობით. და ეს ამოცანა, ეროვნული ამოცანა ეკლესიის გამოწვევაა ჩემი აზრით დღეს. ამიტომ ჩვენ რითი ხელმძღვანელობთ დღეს, ჩვენი გვაქვს კონსტიტუცია, დიდი ტექსტი, მაგრამ ჩვენ ხوار დაგვიწყებია ბიბლია ან წმინდა წერილი. მე როგორც ერის კაცი ასე ვსაუბრობ და ჩემთვის ღმერთი არსებობს, მე მორწმუნე ვარ და მისი განგებულება, მისი ყველაფერს ხედავს, არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესიას, არამედ სხვა ეკლესიის წევრსაც და კონსტიტუცია გვეუბნება, რომ სახელმწიფო ხელისუფლება და ძალაუფლება ხალხი ქმნის ამას სახელმწიფოებრივ ნებას. დიახ. ვინ აყალიბებს სახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ნებას ხალხისას? ამას შექმნა უნდა, ამას ჩამოყალიბება უნდა, ამას მსახურება უნდა, რომ დღევანდელ ცივილიზაციურ ეტაპზე ქართველი ერი ეპოქის შესაბამისად ემსახუროს უფალს. და აი აქ არის ის პრობლემა, როგორ ემსახუროს ეკლესია, როგორ იმოქმედოს მან თუ კი ის გამიჯნულია სახელმწიფოსაგან, როგორ აღასრულოს მან სახელმწიფოებრივი თუ ეროვნული ფუნქცია, როგორ ჩამოაყალიბოს მან პოლიტიკური ნება, რომელიც ამავე დროს არის ეროვნული და ღვთისთვის საკეთილო. ესე იგი კონსტიტუციურად ამ ხალხის ნების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს პარტიები. თქ პირდაპირ წერია კონსტიტუციის მესამე მუხლში, როდესაც, მაგრამ სად არის ეკლესიის მისია, ფუნქცია ამ ეტაპზე და საერთოდ, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ, გამიჯნული ყავს ეკლესია და სახელმწიფო. აი, ჩემი აზრით ეს არის დიდი გამოწვევა, როგორ მიიღოს მონაწილეობა ეკლესიამ ეროვნულ ხედვაში, ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებაში და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ან თქვენ თვლით, რომ ერთგვარად ლოკალური ცნობიერება უნდა გაზარდოს, ხომ? იმიტომ რომ არსებობს თეორია იმის შესახებაც, რომ გლობალიზაცია ლოკალიზაციას ეჩობს, ანუ უჩენს სურვილს საზოგადოებას, რომ ლოკალური პრობლემებით დაინტერესდეს. ეს აუცილებლად, ესე იგი ლოკალური პრობლემის არსებობა არის სწორედ ის მრავალფეროვნება, რომელიც არის აუცილებელია კაცობრიობისათვის ღვთის განგებულებით. ის ენები სწორედ იმიტომ შეიქმნა და სწორედ იმიტომ ჩვენი წმინდა ილია მართლის ფორმულა, რასაც ჩვენ ენა, მამული, სარწმუნოება. ენით იწყება, სააზრნო სისტემით იწყება, ქართულ ენოვანი სააზრნო სისტემით იწყება ჩვენი პრობლემა. მაგრამ ის ერთიანდება მამულში
და სარწმუნოებაში. და აქ ერთი სიტყვით ეროვნულ ინტერესებში. დიახ, ასე და აქ ძალიან არსებითი ჩემი აზრით არის ის ნაბიჯი, რაც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადადგა და საზოგადოებას მიაწოდა კიდევ ერთი სამი ცნების შენივთება და გაერთიანება იმ ცნებებთან, რომელიც ილია მართალმა დაგვიტოვა. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ის ამ ორი სამეულის, ასე ვთქვათ, ერთი მე წარმოვიდგინე როგორც პირველი არის ჰორიზონტალურ სიბრტყეში, ასე ვთქვათ, აი როგორც ერისათვის აუცილებელი, ესე იგი ენა, მამული, სარწმუნოება, ხოლო ინდივიდზე გამავალი არის აი ღმერთი, სამშობლო, სარწმუნოება და აი სამშობლო აერთიანებს ამ ორ ცნებას, ამ მე ესე მესახება, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საოცარი ეროვნული გზა დაგვისახა ჩვენ ილია მართალთან ერთად, აი ორი ილიას ეს იდეები დღეს არის, ასე ვთქვათ, გზა ეროვნული, ასე ვთქვათ, გზა თანამედროვე ცივილიზაციურ ეტაპზე. და აი ამ გზის რეალიზებაში, ასე ვთქვათ, ეკლესიის ადგილი, როლი არის უზარმაზარი და ამას იმ სისტემამ, რომელიც ილია მეორემ დატოვა, იმ უზარმაზარმა სტრუქტურულმა მთლიანობამ, რასაც ქვია ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ძალიან ძლიერი, მრავალრიცხოვანი და უამრავი კეთილი ადამიანის სავსე, აი მას ეს ამოცანა მისცა, რომ იღოს მონაწილეობა ერის, ხალხის, ან სახელმწიფოს პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებაში, რომ ჩვენ დღეს, როგორც სახელმწიფო, ღირსეულად ფუნქციონირებდეთ ღვთის სამსახურით, ასე ვთქვათ, ღვთის სამსახურში შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობა ფაქტობრივად არის ღვთის სამსახურში და აღასრულებს იმ განგებულებას, რაც შესაქმით არის დასახული. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბატონ გიორგი, თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ახალი პატრიარქის ადგილი არა მხოლოდ საეკლესიო ცხოვრებაში, არამედ საერო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ ილია მეორის უდიდეს ავტორიტეტს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მის გავლენას. დიახ. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ულოცავს სრულიად საქართველოს. მე ბედნიერი ვარ, რომ წილად ხვდა პატივი, დავსწრებოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, პატრიარქის არჩევანს და იცით რა მინდა, სანამ აი კონკრეტულად კითხვაზე უპასუხებდით, საკმაოდ დაძაბული ფონის შექმნას ცდილობდა მავანი და მავანი არჩევნებთან დაკავშირებით. და ის რაც მე დღეს ვნახე, ეს იყო ნიმუში სიმშვიდის, თავმდაბლობის, სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის სამების საკათედრო ტაძარში დღეს დედა ეკლესია მაჩვენა საოცარი ერთობა. და აი უბედნიერესი ვიყავი, ძალიან კარგად დაიწყო პირველი დღე პატრიარქის არჩევის და ძალიან მშვიდობიანად და ისე როგორაც უნდა წარიმართოს. ცივილიზებულად, დიახ. რაც შეეხება ურთიერთობას საზოგადოებასთან, დღეს ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ ის აგრძელებს გზას, რომელიც გზაც დაიწყო ილია მეორემ. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ის ურთიერთობები, ის ხედვები, ის მიზნები, ის უამრავი დაწყებული საქმე, რაც ნეტარმა ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო, გაგრძელდება და ჩვენი დღევანდელი ანუ ახალი პატრიარქიც იქნება ერთგვარად ქართული კულტურული იდენტობის მცველი, ხომ თქვენ ესეც წარმოგიდგენიათ? კი ბატონო. ძალიან სასიამოვნო. ქალბატონ თამარ, თქვენ როგორც ჟურნალის რედაქტორი, ბუნებრივია, უამრავი ეპისტოლე გაქვთ წაკითხული. როგორ ფიქრობთ თქვენ, რას ელოდება დღეს მრევლი ახალი პატრიარქისგან და როგორი იქნება მისი ეპისტოლეები? მოგესალმებით. საუბრის დასაწყისში მეც მივულოცავ ახალგამორჩეულ პატრიარქს დღევანდელ დღეს და ვუსურვებ მას ევლოს სამეუფო გზით ჩვენი ქვეყნის და ერის საკეთილდღეოდ. რას ელის საზოგადოება ახალგამორჩეული პატრიარქისგან? მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში
მისგან საზოგადოება ელის სიმშვიდეს, მამობრივ მზრუნველობას და ელის ერთობას, ერთიანობას. აგრეთვე ელის იმას, რომ ის გახდება სულიერი საყრდენი მრევლისათვის. ძალიან რთულია ჩვენი დღევანდელობა დატვირთული სტრესით, ყოველდღიური ინფორმაციული ხმაურით, ურთიერთდაპირისპირებით და აი ასეთ რეალობაში ადამიანებს სჭირდებათ მყარი ასეთია 21 საუკუნე, ამას ვერ საწაულებთ. სჭირდებათ სულიერი საყრდენი, რომელიც უნდა იპოვონ სწორედ ახალ არჩეულ პატრიარქში, რომელიც გააგრძელებს იმ გზას, როგორიც იყო მისი წინამორბედი პატრიარქის მიერ დაწყებული გზა. აი დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება გაეკრებისა, რომელმაც გამოირჩია 152 პატრიარქად შიო მესამე, გარკვეულ სიმშვიდეს გვრის დღევანდელ საზოგადოებას და მის მიზეზი გახლავთ ის, რომ ის მეუფე შიო, რაც უკვე პატრიარქი შიო, იწვევს გარკვეული უწყვეტობის შეგრძნებას და ჩვენი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთგვარ გამაგრძელებელს წარმოადგენს. მეუფე შიოსგან, რაც უკვე პატრიარქი შიოსგან საზოგადოება ელოდება, მე საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ ერთიანობის გამაერთიანებლის ფუნქციას და ელოდება იმას, რომ ეკლესია იქნება ერთგვარი გამაერთიანებელი ურთიერთდაპირისპირებული მხარეებისა, რომელიც დღეს ჩვენ საზოგადოებაში არსებობს და აგრეთვე ელოდება საზოგადოება იმას, რომ პატრიარქი დადგება იმ დაპირისპირებაზე მაღლა და ის დაიცავს ეკლესიას აი ამ ეროვნული თუ პოლიტიკური დაპირისპირებებისაგან. სჭირდება ეკლესიას დღეს ეს დაცვა? დაცვაში არ გულისხმობ იმგვარ დაცვას, ახლა რომელზეც თქვენ მეკითხებით, ეკლესიას დაცვა ადამიანებისგან არ ჭირდება, მაგრამ დაცვაში ვიგულისხმე ის, რომ პატრიარქი დაანახებს პოლარიზებულ მხარეებს, რომ ეკლესია ყველას სახლია და რომ ეკლესიის წიაღში ყველა ერთად უნდა ვიყოთ და ერთნი უნდა ვიყოთ. ჩვენი წინა პატრიარქი უწმინდესი და უნეტარის ილია მეორეს ყოველთვის ამბობდა და გმოძღრავდა ერთსულოვნებისაკენ. და აი ამ ერთსულოვნების იდეის გამაგრძელებელი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩვენი ახალი პატრიარქიც, ეს ვიგულისხმე მხოლოდ. დიდი მადლობა კალკუტანთავი. მამ ვლადიმერ, მეუფე შიომ საეკლესიო კრებაზე ისაუბრა და ჩვენც აი მთელი საღამოა საუბრობთ ერთობაზე, ერთიანობაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეკლესიის შიგნით ერთიანობა, რადგან აი როგორც ვახსენე, ეს პირველად ხდება 59 წლის შემდეგ, როდესაც ერთ-ერთი მეუფედაგანი გახდა პატრიარქი. იმიტომ რომ როგორც ვახსენე, მანამდე თითქმის ყველა მეუფის აღქმაში პატრიარქი თან მამაც იყო, იმიტომ რომ იყო პატრიარქის მიერ ხელდასხმული თითოეული მათგანი. შეძლებს ახალი პატრიარქი ამ ერთობის შენარჩუნებას და სიმშვიდეს ეკლესიაში. აუცილებლად ღვთისშეწევნით. ეკლესიის სული არის ასეთი. ეკლესიას მაცხოვრმა ანდერძად დაუტოვა ერთობა. ის ერთობა, რომელიც მას აქვს ეციურ მამასთან. ეკლესია არის ცოცხალი, ქრისტეს ცოცხალის სხეული და ჩვენ აი ამ სხეულის ასონი ვართ. ყოველი ქრისტიანის, ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანის აღმსარებლობითი თვითშეგნება ერთობის სული. ამ ერთობის გარეშე შეუძლებელია. სამართლიანად ითქვა ჩვენი სტუმრებისაგან, რომ დღეს ამის საუკეთესო მაგალითი იყო. და ყველანი ჩვენ ვალდებულნი ვართ ამ ერთობას შევუწყოთ ხელი. ქრისტეს ერთიანი სხეულია ეკლესია და მე დარწმუნებული ვარ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ამას აუცილებლად შეძლებს. ის არ არის მარტო სამღვთო მადლი მოქმედებს მასთან ერთად. ჩვენ ყველანი, ვინც ვართ ეკლესიის შვილნი, სწორედ აი ამ პასუხისმგებლობით ვართ. ქრისტეს ეკლესიის ერთობა, ამის საუკეთესო მაგალითები ჩვენ ახლო წარსულში, ისტორიულ წარსულში გვაქვს ნეტარხსენებულ პატრიარქ ილიას დრო, ამის საუკეთესო მაგალითი იყო.
და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ერთობა აუცილებლად იქნება. იმიტომ რომ დღეს მეტად სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. თანამედროვეობა სულ სხვა ნიშნით არის აღბეჭდილი, ეს აღარ აკავს იმ წარსულ 10 წლეულებს. და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება ისეთ დიდ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ ველით. რეფორმებს, იმიტომ რომ ეკლესიამაც შესაბამისად თანამედროვეობას ფეხი უნდა აუწყოს, ხომ? ბუნებრივია და იმ თანამედროვე თუნდაც მედია მატარებლებით ესაუბროს მრევლს. რა თქმა უნდა, მედია მატარებლები აუცილებელია, მნიშვნელოვანია, სამქადაგებლო გზა არის. დიახ. და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის თეოლოგიური მეცნიერების განვითარება. ამაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ჩემი მოკრძალებული აზრით, ერთი ქრისტიანის აზრით, გონებ რომ არ იქნება, ეს არის საფუძველთა საფუძველი. განათლების რეფორმა. კარგი გაგება უნდა სიტყვას რეფორმა, ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება, რაც შეიძლება მეტად საღვთისმეტყველო განათლების აღორძინება საქართველოში. გვახსოვს გარდაცვლილი პატრიარქის ფასდაუდებელი ღვაწლი ამ მიმართულებით წარმოვიდგინოთ, ეს იყო კომუნიზმის პერიოდი, ტოტალიტარული რეჟიმი და ამ პირობებში მან შეძლო თბილისის სასულიერო აკადემიის უმაღლესი თეოლოგიური სკოლის დაარსება. აი ახლა სხვა სიმაღლეზე უნდა ავიდეს მეცნიერება, თეოლოგიური მეცნიერება. ეს იქნება მთარგმნელობით, რომ ახალი პატრიარქი წამოიწყებს. რა თქმა უნდა ველით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ბევრი საქმე არის ერთდროულად საკეთებელი და ეს ბუნებრივიც არის, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ აი ეს მიმართულება იქნება, ჩვენ ეს მიმართულება გვესახება. გვახსოვს უწმიდა სიდაუნეტარეს ილია მეორე, როგორ საუბრობდა თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსებაზე, სემინარის გადმოტანაზე თბილისში, როგორი რთული იყო მაშინ იმ ეპოქაში, კომუნისტურ ეპოქაში, ყოველივე ის რაც მას შეძლო. აი ახლა ერთ-ერთი პირველი რაც იქნება საუკეთესო მეცნიერები შემოიკრიბა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ კარგად ვიცით და ჩვენ აგერ ვხედავთ ამ კედლებში აღზრდილნი და ის მაშინდელი და დღევანდელი საუკეთესო პროფესორები გვასწავლიდნენ ჩვენ. შესაბამისად, მეცნიერება ვითარდება და დღეს მეტად მნიშვნელოვანია წიგნიერება, რომელიც ჭირდება ქართველ ერს, საქართველოს, რა თქმა უნდა, ჩვენ გულისხმობთ მხოლოდ თეოლოგიურ ნაწილს, სხვა უფლებაც არ გვაქვს, თქვათ ხო. ამიტომ თარგმნელობითი მოღვაწეობა და ის რაც თანამედროვე თეოლოგიურმა მეცნიერებამ მიაღწია, რასაც მიაღწია, ღვთივსათნოდ ეს არის ერთ-ერთი პირველი რაც უნდა დაისახოს და ვფიქრობთ რომ რა თქმა უნდა დაისახოს მიზნად მისი უწმინდესობა და უნეტარესობა და ღვთისმადლი თანაუძღვის ამ გზაზე. ჩვენ ამაში ღრმად ვართ დარწმუნებული. ბევრი საკითხი შეიძლება გავშალოთ, მაგრამ ეს არის ალბათ საფუძველთა საფუძველი, რაზეც უნდა ახშენდეს საქართველოს ეკლესიის მომავალი. დიდი მადლობა. ბატონ ლევან, მნიშვნელოვანია რომ ახალი პატრიარქი იყოს ბუნებრივია სულიერი ლიდერი, მაგრამ სულიერ ლიდერობასთან ერთად ის უნდა იყოს საზოგადოების გამაერთიანებელი. როგორ უნდა შეძლოს ახალმა პატრიარქმა საზოგადოების კონსოლიდაცია იმ ეპოქაში, რომ რა ეპოქაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მაშინ, როდესაც საუბარია მუდმივ დაპირისპირებაზე, ჯგუფებად დაყოფაზე, დაგსახსულობაზე, როგორ უნდა მოახერხოს პატრიარქმა სულიერი ლიდერობის გარდა საზოგადოების გაერთიანება. ზოგადად ეკლესია საზოგადოებაში უნდათ ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს რომ იყოს მშვიდობა. პატრიარქი ყოველთვის ამბობდა რომ ღვთისმსახურები არ უნდა ჩაერიონ პოლიტიკაში. ეკლესია დაპირისპირებაში არ იღებდა არც ერთ მხარეს. ცხადია ზოგჯერ ამაში დებდნენ ბრალს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ პატრიარქი ყოველთვის ცდილობდა რომ ყოფილიყო მშვიდობა, რაც გასაგებია. მას თავდასხმებს ის არ პასუხობდა. არ პასუხობდა უდიდესი მოთმინებით და მნიშვნელოვანია რომ ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა, ხო? არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ რომელ ასე ვთქვათ პოლიტიკურ მიმართულებას ვემხრობთ. ისე რომ ჩემი ღრმა რწმენით სწორედ გაგრძელდება ეს აზრი და დაპირისპირებას ეკლესიის მესვეურები და საერთოდ ეკლესია უპასუხებს იმით, რომ უნდა იყოს მშვიდობა და სიყვარული.
და ამ ერთობის საფუძველი უნდა იყოს სიყვარული, რასაკვირველია, თუ ყველა პარტია ამბობს, რომ ისინი არიან ქვეყნის პატრიოტები, არა? ჩვენ ხო და თუ ქვეყნის პატრიოტები ვართ, შეიძლება მე სხვანაირად მესმის გზა, როგორი უნდა იყოს ეს პოლიტიკური გზა და შენ სხვანაირად, მაგრამ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ორივეს გვიყვარს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა და სიკეთე გვინდა. ეს საფუძველია და ამ საფუძველში რასაკვირველია ეკლესიამ უნდა ითამაშოს თავისი როლი. და დაარწმუნოს მრევლიც. დიდი მადლობა ბატონო ლაშა. ილია მეორის პატრიარქობის პერიოდში ალბათ ყველაზე უფრო მეტად ხაზგასმელი არის ის, რომ მრავალი ადამიანისთვის ეკლესია იყო ერთგვარი სტაბილურობის, სიმშვიდის, ნუგეშის სიმბოლო. ეს გარდა იმისა, რომ თავად ეკლესია წარმოადგენდა ამ სიმბოლოს, პატრიარქი განასახიერებდა ასეთი სულიერი ლიდერის სიმბოლოს. ახალი პატრიარქი შეძლებს თუ არა, რომ კვლავ შეუნარჩუნოს ეკლესიას აი ეს იმიჯი, რომელიც დაამკვიდრა ილია მეორემ და როგორ განავითარებს მას. შეძლებს აუცილებლად დარწმუნებული ვარ და ჩვენ უნდა შევაძლებინოთ ასევე საზოგადოება. მეც არ არის ერთი ადამიანის არია მხოლოდ. აქ არის საუბარი იმაზე, რომ მას უნდა მიყვეს ახლა ცენტრი, სასულიერო ცენტრი, შერჩეული არის, საჭეთყრობელი არის, ტახტი ზეობს. შესაბამისად უნდა მოხდეს გაერთიანება ახლა დარჩეული პატრიარქის გარშემო და ყველამ თავისი შესაძლებლობით ხელი შეუწყოს მის საქმიანობას. ის რომ ეკლესია და ეკლესიის ძირითადი ფუნქცია დედამიწაზე არის შვიდობა ყოველთა. პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ბრძანებს, რომ შვიდობის ყოფილი იყავით ყველას მიმართ და აქ საუბარია ყველას მიმართ შვიდობის ყოფილობა. ეს უნდა შეასრულოს ეკლესიამ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკლესია თავის ფუნქციას და თავის მისიას კარგავს და აკნინებს, თუ ეკლესია შვიდობის ყოფილი იქნა დაუშვათ რაღაც გარკვეული ჯგუფის მიმართ მხოლოდ. და ეს ყოველდღიური საქმიანობითაც უნდა გამოჩნდეს და ყოველდღიური თავისი ცხოვრებით მისი უწმინდესობა ილია მეორე ამას ახორციელებდა და აკეთებდა. მისთვის მისაღები იყო ყველა ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე. ის იყო ყველასი, მას ჰქონდა მამობრივი მზრუნველობა ყველას მიმართ, ის იღებდა ყველას და ის უსმენდა ყველას და ამის არ ეშინოდა. შესაბამისად, ბუნებრივია რისკები ახლა დარჩეული პატრიარქის გარშემო არის რაღაც გარკვეული, მაგრამ ბუნებრივია, როგორც მე კვლავ დაუბრუნდები მისი უწმინდესობა და უნეტარესობის შიო მესამის გუშინდელ სიტყვებს, რომ ეს იქნება გაგრძელება მისი უწმინდესობა ილია მეორის გზისა და ეს გზა ასევე ამასაც მოიცავს და აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ახლა დარჩეული კათოლიკოს პატრიარქის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყება, რომ მისი უწმინდესობა ილია მეორის პატრიარქობის პერიოდში მას ჰქონდა უამრავი გამოწვევა. აღარ ვსაუბრობ მარტო საბჭოთა პერიოდი ყველაზე ნაკლები გამოწვევა იყო, მოდი ვთქვათ. და რას გულისხმობ? დამოუკიდებლობის დღიდან და ეკლესიის გამრავლების დღიდანვე დაიწყო ახალი რისკები საქართველოს ეკლესიაში და ბევრს არ ახსოვს. თქვენ არ გემახსოვება, ძალიან პატარა იყავით და მეც პატარა ვიყავი იმ პერიოდში 90-იანი წლების დასაწყისში ეკლესიაში სერიოზული სქიზმის პრობლემა იყო. განხეთქილების პრობლემა იყო და აი მეუფეშიო მაგალითად იმ პერიოდში შიომღვიმეში იყო როგორც მორჩილი. ბატონო 97 წელს. არა, კიდევ უფრო ადრე 91 და 92 წელში, როდესაც ბეთანია მე მოგვიანებით მე 94-ში და 15-ში ზარზმა იყო ეს პრობლემები და მე მახსოვს მისმა უწმინდესობამ დამავალა მაშინ ეკლესიას მანქანაც კი არ ყავდა. ნორმალურად გამოიყენებინა, რომ ეპისკოპოსი გაეშვა, მაშინ მისმა უწმინდესობამ შეარჩია მეუფე იობი. ერთ-ერთი კანდიდატი პატრიარქობისა და მეუფე იობს არ ყავდა მანქანა. არ ქონდა მანქანის საშუალება და მაშინ მე სტუდენტი ვიყავი, მანქანა ქონდა მაშინ და პატრიარქმა დამავალა, რომ აი მეუფე იობი იქნებ წაიყვანო და ჩვენ დავდიოდით შიომღვიმის მონასტერში, ბეთანიის მონასტერში და მე მახსოვს ბავშვი ვიყავი, მე მარტო იმ ფუნქციას ვატარებდი, რომ ეპისკოპოსი მიმყავდა იქ, მაგრამ მე ვისმენდი, იმიტომ რომ მას შევყავდი ხოლმე იქ, დიდი ხანი მიდიოდა ბჭობა. ეკლესია სერიოზული განხეთქილების წინაშე იყო. და მისმა უწმინდესობამ მოთმინებით და ეპისკოპოსების გვერდში დგომით, მან მოახერხა და ეს განხეთქილებაც გადალახა. ღმერთმა დაიფაროს
საქართველოს ეკლესია ასეთი გაურკვევლობისა და რაღაც დაპირისპირებისგან, მაგრამ აქ მთავარი ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთზე, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც საქართველოს კათოლიკოს ახლად არჩეულ კათოლიკოს პატრიარქს აქვს, არის ის, რომ მისი ომოფორი გაგლეჯილი არის. საქართველოს ეკლესიას de facto აკლია ცხუმაფხაზეთის ეპარქია და ნიქოზის ეპარქია. ეს ორი ისტორიული ეპარქია საქართველოს ეკლესიისა გახლეჩილი არის. დღეს საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქის ტახტი ვერ არის de facto ერთიანი. ის რომ ტიტულში არის და ეს ბრძნული გადაწყვეტილება მაშინდელი საქართველოს ეკლესიის სინოდის მისი უწმინდესობის კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის ინიციატივით რომ საქართველოს ეკლესიის მეთაურის ტიტულში ყოფილიყო ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტა, სხვათა შორის აქვე გაგანდობთ ერთ იდეას მისი უწმინდესობისას, რომელიც მე დამევალა წელიწადნახევრის წინ და დაუგზავნე მღვდელმთავრების უმრავლესობას. მისი იდეა იყო აფხაზეთში შექმნილიყო და აღდგენილიყო დრანდისა და ბედიის ეპარქიები, ის ძველი ეპარქიები, რომელიც მუდმივად ისტორიულად საქართველოში არსებობდა. საქართველოს ეკლესიის მამამთავრის ძირითადი გამოწვევა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ დღეს საქართველოს ეკლესიას არ შეუძლია თავისი სულიერი მისიის განხორციელება თავის ისტორიულ ეპარქიებში და ეს ამ გამოწვევაში საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან კონსტრუქციული და დაგეგმილი მუშაობა არის საჭირო იმისათვის, რომ ყველა ჩვენგანის სანუკვარი სურვილი აღდგეს და მე აქ ეკლესიის წვლილს და ეკლესიის როლს ვხედავ როგორც ტორპედოს როლს ამ საქმეში, იმიტომ რომ დღეს თუ კი რამე გვაკავშირებს და რაიმე ძაფი არის ამ ჩვენს ისტორიულ არა ტერიტორიებთან, არამედ საზოგადოებებთან და ეპარქიებთან, ეს არის საქართველოს ეკლესიის de iure ტიტული, რომ სოფლიოში ყველა ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ამიტომ აქ ხელშეწყობა და გაერთიანება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ირგვლივ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკლესიის შიგნით და ეკლესიის წიაღში და სასულიერო პირების მხრიდან, არამედ ჩვენც საეროები, ყველანაირი ჩვენი რესურსით გვერდში უნდა დაუდგეთ, შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული კამათი, მსჯელობა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ის უნდა იყოს ცენტრი, რომელსაც უნდა გავყვეთ და ხელი შეუწყოთ ყველანაირად იმისათვის, რომ ჩვენ ვეღირსოთ, ჩვენი თაობა ეღირსოს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის სრულ აღდგენას იმ გაყოფილ ტერიტორიებზე, რომელიც ჩვენ დაკარგული და რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვტკივა მთელ საზოგადოებას. იმედია ყველანი მოვსწრებით ამას. მამა იაკობ, ახალი პატრიარქის აღსახტრება მოხდება ხვალ სვეტიცხოველში, რომ გითხრათ რა სულიერი და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ინტრონიზაციას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე და ოქროს ასოები ჩაიწერება ჩვენ ისტორიაში. იცით რომ მცხეთაში დაირწა ქრისტიანობის აკვანი, ის არის ჩვენში. იქიდან მოხდა სახელმწიფოებრივი აღიარება და პირველი მეფე იქ იყო ნაკურთხი როგორც ქრისტიანი მეფე და ძალიან მნიშვნელოვანია და რაც შეეხება ინტრონიზაციას, იგივე აღსაყდრებას, ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია და რატომ აი საყდარი ყველა ტაძარს არ ეწოდებოდა. საყდარი იყო ის ადგილი, სადაც იდგა ეპისკოპოსის ან პატრიარქის კათედრა. იმიტომ რომ ანგელოზები, დასები დაყოფილია ასე, სერაბიმები, ქერუბიმები და საყდარი. და ნათქვამია წმინდა წერილში, უფალი სუფევ საყდართა ზედაო და პატრიარქი, პირველი იერარქი სახია უფლისა. და ეს ნიშნავს, რომ როცა აღსაყდება, ანუ დაჯდება ტახტზე პატრიარქი, ღვთის მადლი იქნება მასთან ერთად, უფალი მასთან ერთად დამწყსის, აი იმ სამწყსოს, რომელიც ერწმონა მას. იერემია წინასწარმეტყველის წიგნში წერია, რომ როდესაც მისი გამორჩევა მოხდა, უფალი ეუბნება, რომ სანამ დედის წიაღში გამოგსახავდი, ანუ სანამ ჩაისახებოდი, იქამდე გიცნობდი შენ და სანამ დაიბადებოდი ამ წიაღიდან, გაკურთხე მე და ხალხთა ქადაგებელად დაგნიშნე მე. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობა. შემთხვევით არ ხდებიან პატრიარქები. აი ამ დროს უდიდესი მადლი მოდის, აი წინა კვირას იყო სამარიტერის კვირა და იქ თვითონ მეუფეც განმარტებებში ამბობდა, რომ მნიშვნელოვანია მადლის სულისაწმინდა სიცოცხლის წყარო. აი ამ დროს, აღსაყდრების დროს პატრიარქს მიენიჭება მადლი, განსაკუთრებული მადლის ნეულთა მკურნალი და ნაკლიანთა აღმავსებელი.
კიდევ და კიდევ მასზე მოხდება საღვთო მადლის გარდამოსვლა და აი ამ მადლის საშუალებით ის აი რა პრობლემებსაც თქვენ ბრძანებთ გაერთიანება და ასე შემდეგ რაც არსებობს ხო მისი უწმინდესობის ზერაც იქნება უპირველესად ღვთის შეწევნა ჩვენ ეკლესიის ხალხი ვართ ღვთის ხალხი ვართ და ჩვენ მაინც ზეცას ვენდობით ზეცისკენ ვიყურებით ზეცაზე გვაქვს იმედი უფალია გამაერთიანებელიც უფალია შემომკრებიც და უწმინდესი პატრიარქის ომოფორის ქვეშ უნდა ერთიანდებოდეს ყველა. ის უნდა იყოს ყველა ადამიანის მემღები, არ უნდა განაგდოს არავინ, თორემ ესე განსხვავებული აზრს როგორ დაალევ ადამიანში. განსხვავებული აზრი სულ იქნება. და აი ამ დროს, აი ამ საყდარზე ეკურთხება ყველას ყოველთა მამა და ყოველთა მოძღვარი. და იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ერთს ეყოლება მამა და ერთს ეყოლება დიდი მოძღვარი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ხომ არ დავამატებთ რამის ამ დღის მნიშვნელობას? რაც ჩვეულებრივად ისაუბრა. კი ბატონო, ხვალინდელი დღე იქნება კიდევ ერთხელ დასაწყისი საღვთო მადლის მოქმედებისა. მით უმეტეს მცხეთის საყდარი დაქვრივებული იყო და აი ახლა უკვე აღსაყდარდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა და ეს იქნება კიდევ ერთი ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის ისტორიაში, რამე თუ თავარი კათედრალი სწორედ სვეტიცხოველი გახლავთ, მოციქულთა სახელზე აღშენებული ტაძარი და სამოციქულო ღვაწლი უწმინდესისა და უნეტარესის შიო მესამისა სწორედ სვეტიცხოვლიდან დაიწყება. დიდი მადლობა. ბატონ გიორგი, როგორ თვლით, როგორ უნდა შეძლოს ახალმა პატრიარქმა თან იყოს ტრადიციების გამგრძელებელი და თან იყოს თანამედროვე ლიდერი? ეს შეიძლება იმიტომ რომ დღეს ეკლესიის წინამძღოლობა უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ თანამედროვე ლიდერობასაც მოიცავს თავში. აბსოლუტურად გეთანხმებით და საქმეც ეს არის რომ ეს გაუგებარი და მიუღწეველი ნამდვილად არ არის თუ კი ეკლესიის წიაღიდან გამოვიხედებით. ეკლესია არასდროს არ ყოფილა რეტროგრადული და არასდროს არ ყოფილა მომხრე ჩაკეტვისა და რა თქმა უნდა ბოლოს და ბოლოს ყველაზე მთავარი რეფორმატორი იესო ქრისტე იყო. ხო, არა, საქმე რაშია, იცით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკლესიაზე, ეკლესია ეს უწინარეს ყოვლისა არის ის, რომელიც მიდის და ქადაგებს. მიდის და ესაუბრება, მიდის და ამცნობს ჭეშმარიტებას. აქ პრობლემა არასდროს არ იქნება თანამედროვეობასთან დაკავშირებით, თუ კი მსმენელი ყველაზე მნიშვნელოვან რამეს მოისმენს ეკლესიისაგან. ის ქადაგებს და ამოწმებს საღვთო ჭეშმარიტებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც დროის მიხედვით ცვალებადობას არ ექვემდებარება. მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ თანამედროვე მსოფლიოში მოკლე გზავნილები უფრო იულად მიდის ადრესატამდე. არა, რაშია? ამ შემთხვევაში რა ტიპის ქადაგებებზე უნდა ააგოს თავისი მესმის რასაც ბრძანეთ, მაგრამ ჯერ ფუნდამენტალური მნიშვნელობის რამე უნდა თქვა, რომ რა ფორმითაც არ უნდა იყოს გადაცემული, შინაარსი იქნება უცვლელი. აქ შეიძლება ფორმებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ შინაარსი იქნება უცვლელი. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ ნუ არის სხვადასხვა შინაარსი რა თქმა უნდა. ხო, არა, არის ჩვენ და სამწუხაროდ არის შეხედულებები, რომლის მიხედვითაც დრო სხვა დროა ახლა და შესაძლებელია ვიღაცამ თქვა სადროის ამ თემაზეა საუბარი. იმ დროს, როდესაც ეკლესიისთვის ეს დრო მარადიოსობასთან და უცვლელ ჭეშმარიტებასთან არის დაკავშირებული, არ იცვლება ის. ეკლესიის სამქადაგებლო შინაარსი და სიტყვა არ იცვლება. ფორმა საუბარია ფორმაზე. ფორმა ეგ საკითხის მეორე მხარე. ახლა აქ მოდი ყურადღება მივაქციოთ, აი ჩვენმა სტუმრებმა კარგად აღნიშნეს. ჩვენ ცხოვრობთ საინფორმაციო ეპოქაში და თქვენი კითხვაც ამითაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლე გზავნილება უფრო გასაგები ხდება. დიახ. თუ ნაკლებს ვიკითხავ და ვიღაცას მოусმენ, ეს უფრო კომფორტული ხდება. სხვაგვარად რო ვთქვათ, გვაქვს საცდური იმისა, რომ რაღაცა ღრმა, რაღაცა მნიშვნელოვანი კი არ გავიგო და გავიაზროთ. უბრალოდ მოვისმენოთ. მისი უწმინდესობა ყოველთვის ილია მეორეს გულისხმობ, ყოველთვის ხას უსვამდა ანალიტიკური აზროვნების აუცილებლობას და მნიშვნელობას. ისიც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რატო ვამბობ ამას? როდესაც მაგრამ ამისთვის ბატონ გიორგი ხომ მზად უნდა იყოს მრევლიც? ხა აი ეს მინდა კითხრა სწორედ აქ მამა ვლადიმერი საუბრობდა განათლებისა და ამის გაღრმავების მნიშვნელობაზე. საქმე რა არის? საქმე ეს არის, რომ როდესაც მე თქვენ გეუბნებით რაღაცას თემას
არ გეუბნებით რომ მიიღეთ, გთხოვთ რომ დაფიქრდეთ. და მიამით თქვენ თავისუფლებას აუზღუდავ. ეკლესია ყოველთვის თავის სიტყვას საფიქრალად აძლევდა და რა უპირობოდ მისაღებად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეკლესია ქადაგებდა და არ აძალებდა. იტყოდა სიტყვას და მერე იმ სიტყვას გააზრება, დაფიქრება და გაანალიზება ჭირდება. პრობლემა ამაშია. როდესაც იმ გლობალიზაციის პერიოდზე ვსაუბრობთ, ბევრი რამეზე შეიძლება ვსაუბროთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული, რასაც ნეტარხსენებული ჩვენი წინა პატრიარქი ამჩნევდა და ხედავდა, ეს გახლდათ უკვე შელობაზე, ანალიზზე, გააზრებაზე ზერელი დამოკიდებულება და კომფორტულად წამოღებული იდეის მიღება, მომეწონება მივიღებ, არ მომეწონება არ მივიღებ, მოკლე მესენჯები მორჩა და გათავდა. პრობლემა არის უკვე ეს, რომ ჩვენ ამ ინფორმაციით დატვირთულ ეპოქაში გვინდა გავიგოთ ბევრი, მაგრამ არ გვინდა გავიგოთ ღრმად. და ამავდროულად გვინდა რომ გასნობიერებული იყოს რწმენა. საქმეც ეს არის, აი ეს თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვით. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანული რწმენა ეს არის რწმენა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს გაშინაარსებას. აი ბიბლიიდან მახსენდება ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება, მაგრამ აი წინა დღეს ვსაუბრობდით, ორი დღის უკან ვსაუბრობდი ამასთან დაკავშირებით. ბიბლიის თხრობისას აი რამდენი მწვერვალი ამოიწვერება ხოლმე და განსაკუთრებულად ყურადღებას იქცევს კითხვისას და ერთ-ერთი ასეთი დეტალია, როდესაც მამამთავარ აბრაამს მიყავს თავისი შვილი ისააკი მორიას თვალსა შესაწირავად. და საეკლესიო ლიტერატურაში ამას დიდი ყურადღება ექცევა. 3 დღის მერე მიადგება იმ ადგილს, სადაც შვილი უნდა დაუკლას ღმერთს. მაგრამ 3 დღით ადრე იცის რატო წავიდა. ხო შეეძლო ღმერთს 3 დღის მერე ეთქვა? არა, 3 დღით ადრე უთხრა. აბრაამმა რელიგიური აფექტით, რელიგიური და ანგაჟირებულმა დაუფიქრებლად კი არ უნდა შესწირო შვილი, არა, 3 დღე უნდა გაანალიზოს, 3 დღე ამაზე უნდა იფიქროს და მერე უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. მთელი ღმერთთან დამოკიდებულების ისტორია ეს არის. სწორედ იმიტომ რომ აი ეს ერთგვარი ფიქრი, ანალიტიკური აზროვნება რომ მიაჩვიოს მრევლმა სხვა ტრადიციული ეკლესიები, მაგალითად კათოლიკური ეკლესია ყავიღოთ. აკეთებენ ერთგვარ პერფორმანსებსაც ეკლესიაში, უშვებენ ფილმებს, სადაც კითხულობენ სახარებას, მაგრამ ეს ყველაფერი არის იმდენად ხატოვნად, რომ ადამიანი, რომელიც შედის ეკლესიაში ხშირად ფრესკების უბრალოდ დასათვალიერებლად, მაგალითისთვის, ან უბრალოდ ეკლესიის დასათვალიერებლად ისმენს და ამხსოვრდება. აი ამ ფორმებზე მაქვს მე საუბარი. თქვენ როგორ თვლით, ქართულმა ეკლესიამ უნდა შეიმუშაოს თუ არა მსგავსი ფორმები? თანამედროვე ფორმა უნდა გამოიყენოს. ყველა მისაღები და დასაშვები ფორმა უნდა გამოიყენოს. იქნება ეს სიტყვაზე ვთქვათ, ინტერნეტ მოუწყებლობა, იქნება ეს რაღაცა ბლოგების გადაღება და ჩაწერა, იქნება ეს რაღაცა მოკლე ვიდეოების დამზადება. ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მანდ ერთი დიდი საშიშროება გვაქვს. ეს არ უნდა იყოს, მეთქი არ მომბობ, ეს აუცილებლად უნდა იყოს და უკვე კეთდება სხვათა შორის. არის, ესე ქვია, ქსელში გასული ასეთი რამე, მაგრამ ისე როგორც ადაპტირებული ბიბლია, ასე შემდეგ. მაგრამ ამის უკან ერთი ძალიან დიდი საშიშროება გვაქვს. საშიშროება იმისა, რომ მე რომ მოკლევ თქვი, გასაგებად ვთქვი, მე რას ვთქვი, კი ვარ კმაყოფილი რომ რაღაცა ვთქვი, მაგრამ სმენელამდე მივიტანე, იცით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორად გაიგოთ. ხო, მე ნათქვამით მე კი არ უნდა ვიყო კმაყოფილი. ნათქვამით ნაყოფი უნდა იყოს გამოღებული. აი ძალიან ბევრჯერ ისმის ხოლმე შეგონებები, ახლა არ მინდა სიტყვა გამეგრძელდეს და რაღაცა უხერხულობა გამოვიწვიო, მაგრამ ხშირად სიტყვის მთქმელი კმაყოფილია, იმიტომ რომ კარგი სიტყვა თქვა, კარგად მოახერხა ამის თქმა. მაგრამ არ უკვირდება მსმენელმა მიიღო, მიიტანა მსმენელამდე ეს მის უწმინდესობა ყოველთვის გვეუბნებოდა. თქვენთან უმიყავთ, ღმერთთან მიიყვანეთ. ჩემი თავი და ჩემი სიტყვა კი არ უნდა მოვაწონო. საღვთო სიტყვა უნდა მოვაწონო და ეს უნდა ამ ჭეშმარიტებით უნდა დავაინტერესო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოკლეს დრო ვიტყვი, ამ მეთოდე ძალიან რთული. ხო, რთულესი და ამ რაღაცა მოკლე დრო ვიტყვი, თანამედროვე ამ იმას რომ გამოვიყენებ. ვაიდა ჩემში შემოდის კმაყოფილება, რომლის უფლებაც არ მაქვს. მსმენელში ამან ნაყოფი მიიღო. იცით, აი ეს პერფორმანსები რო ამბობთ, კი ბატონო, მომეწონა, მოვიხიბლე და ამით რა შეიცვალა ჩემში. არაფერი უბრალოდ ესთეტური სიამოვნება მივიღე, მორჩა და გათავდა, მე ხო არ გამოვიცვალე, ჩემში ხო არ დათესილა ის, რამაც ნაყოფი უნდა გამოიყოს. ნახეთ, შესაძლოა ტექსტი დამომახსოვთ და ბევრი რამეა შესაძლებელი. როგორც პლუსები, ასევე მინუსებიც ახსოვს. როგორ არა, ახლა წმინდა წერილში ბევრი ისა გვაქვს, მაგალითად, ოდესაც საჭურისი კითხულობს, ესაა წინასწარმეტყველის იმას კითხულობს და
რადგან ის მიმღები იყო ღმერთმა მასთან მიაგზავნა. განმარტებელი ამისა და ანუ ბევრი მაგალითია, როგორ არის, არ უნდა გამოვრიცხოთ. მე უბრალოდ ვამბობ ჩვენი მხრიდან, რა დიდი საშიშროება იმალება ამის უკან. ის რომ მეთოდია თანამედროვე, ეს არ მაძლევს მე იმის რა ქვია, რაღაცა კმაყოფილებისა და დამშვიდების პირიქით. ამ მეთოდმა მე უფრო კიდევ მეტი რამეზე უნდა მაფიქროს. ძალიან დიდი საშიშროება დგება იმისა, რომ მე კმაყოფილი ვიყო მეთოდის გამოყენებით. მეთოდის გამოყენებით კმაყოფილი არ უნდა ვიყო. აი წარმოიდგინეთ ასეთი რაღაცა მაცხოვარი ნახავს უნაყოფო ლეღვის ხეს და გაახმობს. და რატო გაახოს ის ლეღვის ხე უნაყოფო იყო, მაგრამ სიმწვანე ქონდა, ჭრილს იძლეოდა. ამ ჭრილის ძირში იპოვა ნათანაელი და აქედან გამოიხმო ის. ჭრილიც თავის საქმეს აკეთებდა, მაგრამ უნაყოფო იყო. და ეკლესია ნაყოფიერი სავენახე უნდა იყოს. და ამიტომ ეს მეთოდები, თავისთავად მეთოდები არც კარგია და არც უდია პირიქით. გამოსაყენებელია და მნიშვნელოვანია. თავარია ნაყოფი თავარიან ამაზე უნდა იყოს. კი ბატონო, დიდმა. დიახ, რა თქმა უნდა. ბატონ გიორგის კარგად ემახსოვრება. სხვათა შორის ამაზე განსვენებული პატრიარქი ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში გვესაუბრებოდა, რაც თქვენ ბრძანეთ. მახსოვს ესეთი პროექტიც კი წამოიწყო საქმენი საგმირონი, ასე დაარქვითო, მოკლედ და ინფორმაციულად დაწერეთ საქართველოს ისტორიის საგმირო საქმეები. და იქვე თვითონ ახსნა, კარგად მახსოვს ამ შეხვედრას ვესწრებოდი, თანამედროვე ადამიანი ვეღარ კითხულობს დიდ ტექსტებს. ნუ იმას მერე ელვისის სწრაფით განვითარდა ტექნოლოგიები, საზოგადოებამ ფორმაცია განიცადა, მათ შორის მენტალური და ბატონმა გიორგიმ არაჩვეულებრივად ახსნა ის შინაარსობრივი მხარე. ხოლო ეს ტექნიკური ნაწილი მაპატიეთ მეტად მნიშვნელოვანია და აი თანამედროვე გამოწვევებისათვის უბრალოდ ეს გამახსენდა, იმიტომ რომ ამაზე ჯერ კიდევ 20-22 წლის წინ ბრძანებდა უწმინდესი და უმეთარესილია მეორე. ხედავდა მამა, ხედავდა იმასაც ჩვენ ახლა თვალწინ გვიდგას. დიახ. ხედავდა ამას, ის აანალიზებდა და მე გულწრფელად ვამბობ, მოვისმინე ერთი ქადაგება, ძალიან კარგი ქადაგება. ახლა დეტალები არ არის საჭირო და თან ძალიან გასაგები და ძალიან ღრმა. და აზრიდა რომ გამოვდიოდი, მე მოვისმინე საუბარი დედასა და შვილს შორის. მოვისმინე კი არ მივდევდი ახლა ხეხულად გამომივიდა, მაგრამ ნუ ამ გზაზე რომ უნდა გადამესრო, ბუნებრივად ეს საუბარი ახლა ხო ყურში კი არ უჩულჩულებდნენ ერთმანეთს. და მე არ დამოვიწყდება ის დედა როგორ უმტკიცებდა შვილს და ეცდილობდა გაეგებინებინა რა მარტივი რამე თქვა ამბიონიდან სასულიერო პირმა. ვერანაირად ვერ გაიგო, იმიტომ რომ თან ფუნდამენტალურ რამეს ეხებოდა საუბარი ეხებოდა თავისუფლებას. რომ თავისუფლება ეს არის, რასაც ღმერთი იძლევა და არასდროს ის ძალმომრეობას არ გულისხმობს. თავისთავად. ვერ გააგებით. ამაზე გახსოვთ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამბობდა სწრაფი რეაგირების კულტურა. ამას ხშირად ამბობდა ხოლმე. დიახ. აი ეს კულტურა ჩვენ ალბათ ჩვენ საზრის, ჩვენ გნოსის დღეს მეტად ჭირდება. იმიტომ რომ დაჩქარდა დრო. აი რაც ბრძანა ახლა ბატონმა გიორგი მუხსნიდა ღრმა ქადაგებას და ვერ გააგებინა. და სწრაფი რეაგირების კულტურა, მათ შორის მოვლენათა სწრაფი გაანალიზება და ალღოს აღება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ალბათ ერთ-ერთი გამოწვევაა და ბატონმა გიორგი ალბათ ეკლესიამაც უნდა იფიქროს ხომ გზავნილების გადაცემა. ბუნებრივია. ფორმებზე და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ეკლესია ყოველთვის თანამედროვეა. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს, რომ ეკლესია ყოფილიყო რუდიმენტი. ასეთი რამე არ არსებობს. ეკლესია თავისი არსით ყოველთვის თანამედროვე საზოგადოების ცხოვრების ფერხულში დგას. ერთ დეტალს გავიხსენებ და შეგაცნობს. ლიტურგიკული მსახურების თვალსაზრისით და ზოგადად ივერიის ეკლესია ორიენტალურ ეკლესიათა ოჯახს ეკუთვნის. ჩვენში იაკობის ჟამისწირო, მოციქული იაკობს ეხება, მე-9 საუკუნეებამდე იყო შემორჩენილი. ასეთი რამ წერია ათონელთა ცხოვრებაში, ექვთიმესთან კერძოდ, ერმან სიმოკლისათვის ჟამისწირვაი იოანე ოქროპირისაი აღირჩია. ანუ ეკლესია ყოველთვის ითვალისწინებს საზოგადოებას. იმ საზოგადოებას, ვისთანაც მიაქვს მაცხოვნებელი სიტყვა. ანუ იაკობის წირო ცოტა დიდია. იაკობის წირო მოცულობით დიდია, დიახ, მადლობა ბატონო გიორგი და შესაბამისად, ანუ ჩვენ რისი თქმა გვინდა, რომ ყოველთვის ერის საზოგადოების მათჯისცემაზე უდევს ხელი ეკლესიას. და ამდენად თუ რამე გამოწვევა, ღვთის შეწევნით თანამედროვე ეკლესიაც ამ გამოწვევებს
ღვთისთვის სათნოდ უპასუხებს. და იმედი ამ პულსაციაზე ყოველთვის ექნება ხელი. 20-მა საუკუნემეს დაადასტურა. დიდი მადლობა. მათო თუ ფორმატიზება საშუალებას რახან ხვალ ინტრონიზაცია აღსაყდრება პატრიარქის ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. მე მგონი ეს უფრო საინტერესო ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ხვალ ხდება ეს. რა თქმა უნდა. და მინდა შევავსო, რახან თქვენ ამკითხეთ მოხდეთ ჩემთან, რომ აი სვეტი ცხოველი ააშენა მელქისედეკ კათოლიკოსმა, რომელიც ისტორია ამბობს, რომ პირველად მას დაერქვა პატრიარქი. პატრიარქის ტიტული ქალკედონის კრებიდან ჩანს უკვე და ხუთ ეკლესიას ეწოდა, პენტარქიაში ვინც შედიოდა და მე უკვე ჩვენთან აი მე-11 საუკუნეში ხდება და ამითაც არის მნიშვნელოვანი რომ და განსაკუთრებული რომ ჩვენ პატრიარქი ყავს, ბერ ეკლესიას ადგილობრივს არ აყავს პატრიარქი და ჩვენ ყავს და მნიშვნელოვანია რომ ასეთი ცხოველში ოფიციალურად პატრიარქის ტიტული მიენიჭება და ასევე ჩვენ პატრიარქს ყოველთვის აცმევენ მეწამულ მანტიას. სხვა ეკლესიაში სხვადასხვა ფერის მანტიებია და რატომ? რომ იქ არის კვართი უფლისა, ის ინახავს სვეტი ცხოველი კვართს და ამბობენ გარდამოცემით რომ ის იყო მეწამული და პატრიარქი არის ყველა საქართველოს პატრიარქი ამ კვართის მცველი და შემნახავი და გამფრთხილებელია და აი მე მინდა გავიხსენო რომ ილია წინასწარმეტყვი როცა ზეცად ამაღლდა მემკვიდრედ დატოვა დიდი წინასწარმეტყველი ელისე და ჩვენი პატრიარქმა თავისი ანდერძით აი თითქოს დაგვიტოვა ესე იგი უწმინდესი შიო ხოლო უკვე და აი ხვალ მოისხავს მანტიას რომელსაც ფაქტიურად 50 წელი პატრიარქი ატარებდა და ილიას ლოცვით ორმაგი მადლი გადმოვიდა ელისეზე და აი ხვალინდელი დღის მადლს ვთხოვდი და იმ წმინდანებს და ანდრია მოციქულს რომ ჩობლი მადლი ორმაგი მადლი გადმოვიდეს აი ამ კვართის ახალ მცველზე უწმინდესზე და უნეტარეზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე, შიო მესამეზე. ამინ. ბატონ ბარმენ, ჩვენ ვისაუბრეთ გარკვეულწილად განათლებაზე, მეცნიერებაზე, მაგრამ მაინც ალბათ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ წინა პატრიარქს ძალიან დიდი როლი ჰქონდა. მეცნიერების, განათლების მხარდაჭერაში, როგორ ფიქრობთ, რა როლი უნდა ჰქონდეს ახალ პატრიარქს განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის საქმეში? ისევ და ისევ მაგალითი არის და ნიმუში არის უწმინდესი დაუნეტეს ილია მეორეს ცხოვრება და ღვაწლი. სწორედ მეცნიერებასთან კავშირით თან მიმართებაში პირველ ყოვლისა ჩვენთვის როგორც გარკვეული თვალსაზრისით მეცნიერების წარმომადგენელი ყველას მე მგონი გახსოვთ ქადაგებებს თუ ესწრებოდა უწმინდესის ქადაგებებს ხშირად უყვარდა ასეთი მაგალითის მოყვანა პავლოვის მაგალითის რომ ის ბრძანებდაო რომ მარტო სისხლი ადამიანის სისხლი რომ შეისწავლო მეცნიერულ პატიოსნებით და თანმიმდევრულად არა მარტო მორწმუნე არამედ შეიძლება წმინდანი გახდეს ადამიანი. ესე იგი ის რაც არის მოცემული ხილულად ღვთისგან მისი შესწავლა არის წმენის საფუძველი. ეს ერთ-ერთი დიდი წიგნია, ხო? ჩვენ წმინდა წერილზე საუბრობთ და ეს არის ჩვენი სახელმძღვანელო და რა თქმა უნდა ორიენტირი სულიერ სამყაროში, მაგრამ ყველაზე დიდი წიგნი არის ჩვენი გარემო, ჩვენი ბუნება. მისი შესწავლა არის იმის საფუძველი ჩვენ გქონდეს ჭეშმარიტი რწმენა, იმიტომ რომ ის უცვლელ კანონებზეა აგებული გარე სამყარო ჩვენი და ჩვენ თვითონაც ბიოლოგიური არსება იქნება თუ სხვა ყველაფერი. ეს კანონები მიზეზ შედეგობრივი კანონებია და შენ ამით მიზეზ ყველა რწმუნდება რომ რას აკეთებს ღმერთი, რას აშენებს, როგორ აშენებს და როგორ არის აგებული და ჩვენ ამას ვეფუძნებით, ვეყრდნობით. შენება ის არ ხდება თუ არ იცი შენ კანონები, მიზეზ შედეგობრივი კანონები. რასაც ლაპარაკია სხვა ადამიანები სოციალურ მეცნიერებებს და რასაც ლაპარაკობ ჩვენ ეს მიზეზ შედეგობრივი კანონებს არ ექვემდებარება ეს მეცნიერებები. ამიტომ უწმინდესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ დაეფუძნებია უნივერსიტეტი, რომელიც იქნებოდა ფუნდამენტური მეცნიერებების
ასე ვთქვათ, შესწავლისა და გავრცელების და კვლევის, ასე ვთქვათ, ადგილი. მაგრამ ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც სინერგიულად შერწყმას მოახერხებდა ცოდნის, ფუნდამენტური ცოდნისა და რწმენის. იმ რწმენის, რომ ეს ყველაფერი ღვთისგან არის. ესე იგი, როდესაც მაშინ ძლიერდება, როდესაც უწმინდესი სწორედ ამაზე ბრძანებს, ასე ბრძანებს, რომ თანამედროვე ცივილიზაცია ქმნის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებით, ერთლიან კონტროლირებად სისტემას. აქ უნდა სწორედ იმ ღრმა აზროვნებით აღჭურვილი ადამიანის აღზრდა და ის უნდა შეეგებოს ამ ცივილიზაციურ მოცემულობას, რომ შესაბამისად ემსახუროს უფალს უკვე სააზროვნო სისტემით, შენი შემოქმედებით. იმიტომ რომ უფალი არის შემოქმედი პირველ ყოვლისა, ის იძლევა იმ სასწაულებს, რასაც ხილულად, ასე ვთქვათ, წარმოგვიჩენს, ოღონდ ჩვენ უნდა გავიგოთ, რას გვასწავლის. ეს სასწაული როგორ მივიღოთ, რა დავინახოთ მასში. შენ თუ არ შეგიძლია აქ დაინახო ის კანონზომიერებები, რაც ასე ვთქვათ, არის მიზეზშედეგობრივი და ის კანონზომიერები, რომელიც არის მიზანშედეგობრივი, იმიტომ რომ უფალი რასაც განიზრახავს, იმას ასრულებს კიდეც. და შენ რო განიზრახავ ქმედებებში თუ საზოგადოებრივ ურთიერთობებში, იმდენი რამე შეწინააღმდეგობა შეიძლება შეხვდეს, რომ აქ უნდა გაითვალისწინო ყველაფერი, სხვანაირი რამ არის საქმე კაცისა, საქმე სოფლისა და საქმე ღვთისა. ეს ამის, ასე ვთქვათ, გაცნობიერება, გააზრება, ამის, ასე ვთქვათ, მოთმინება თუ აღჭურვა ღრმა აზროვნებით შეიძლება სწორედ აი ფუნდამენტური მეცნიერებების საფუძველზე აღზრდილი ცნობიერებით. თუ კი შენ ამავე დროს მიდრეკილი ხარ ღვთისკენ და ღვთისმოსავი ხარ. ამ ამოცანით იყო და ესე იგი თქვათ შექმნილი ამ მიზნით იყო შექმნილი პატრიარქის მიერ ანდრია პირველწოდებიუს სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც დღეს ხვალ არის, უდიდესი დღესასწაული შეიძლება ასე ითქვას და პირდაპირ ასე დავალება იყო მე როგორც მის რექტორს როდესაც მაკურთხა, მე არ მინდა თეოლოგიური უნივერსიტეტი, მე მინდა ნამდვილი ჭეშმარიტი უნივერსიტეტი, ოღონდ ყველაფერი იყოს რწმენის საფუძველზე. ესე იგი ასეთი უზარმაზარი საქმე წამოიწყო უწმინდესმა და აქ არის პრობლემა, რომ როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ თქვენ რა თქმა უნდა ჩვენ მეცნიერებათა აკადემიას როცა ვსაუბრობთ დღეს საერთოდ მეცნიერებაზე, ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა ის, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ემბლემა არის წმინდა დავით აღმაშენებელი. დიახ, რა? გელათი და რწმენა. ესე იგი რწმენისა და ცოდნის სინთეზი და გელათის აკადემიაზე ლაპარაკი, არა? გელათის აკადემია შეისწავლებოდა ყველა ფუნდამენტური მეცნიერება, რაც კი მაშინ იყო. მათემატიკა იქნება ის თუ შემდეგ და მათ შორის, რა თქმა უნდა, რიტორიკა და სხვა ეს 7 მეცნიერება, რაც არის ტრივიუმი და კვადრიუმის სისტემა. ამის პრაქტიკულად ის რომ ეპოქა მოიტანა ის რომ ეკლესიას ეს ფუნქცია საგანმანათლებლო და აი ესეთი კვლევითი და აი რასაც ქვია მეცნიერება პრაქტიკულად ეპოქამ ჩამოართვა. მოხდა ის რომ საგანმანათლებლო ფუნქცია დარჩა მარტო საღვთისმეტყველო, შეიძლება ასე ითქვას. ეკლესიის წიაღში და ჩვენ უამრავი ასეთი დაფუძნდა რა უწმინდესის მიერ თავის დროს და ფუნქციონირებენ უამრავი რაღაცა გებრძანდებით ყველა თეოლოგები თუ ღვთისმეტყველები. აკადემია სემინარიები და შემდეგ. მაგრამ აი ის რომ რასაც ქვია სეკულარიზაცია გამიჯნა და საერო სწავლება თითქოს და საღვთო სწავლება ეს მიუღებელია. იმიტომ რომ შეუძლებელი ადამიანში, ესე იგი მოხდეს დააცილო ერთ შინაგან სამყაროში, ასე ვთქვათ, საერო და რწმენა და ცოდნა. ეს ამის სინთეზი უნდა მოხდეს პიროვნებაში აუცილებლად. ეს გსული
და გული ცნობა და გონება რუსთველი რასაც გვასწავლის, ეს მთლიანობაა. შობს სინერგიას. კი ბატონო. და ეს ამას ემსახურებოდა პატრიარქის ასეთი ნაბიჯი და ხა მე ამას რატო ვამბობ? ჩემი აზრით, სწორედ ამოცანა საზოგადოებას დღეს ეს აქვს. როგორმე ამ ტექნოლოგიებით აღჭურვილი შესაძლებლობებით არ დავკარგოთ სულიერება და იმ ასე ვთქვათ ფუნდამენტური მეცნიერება დავაყენოთ წინ, იმიტომ რომ ის არის ენების, იმიტომ რომ მათემატიკა ენაა, ფიზიკა ენაა, ქიმია ენაა, ყველა ეს მრავალ ენოვნება ღვთისგან არის მოცემული. იმის გარეშე ზოგად განათლების საფეხური მაინც არ შეიძლება იყოს და აქ მე ახლა ისევ და ისევ გადავდივარ ეროვნულ პრობლემაზე, რომ ჩვენ ბევრ ამას დავკარგათ, აი ვთქვა თუ კი არ მივაქცევთ ყურადღებას იმ ტრადიციას, რომელიც აქვს ეკლესიიდან მომდინარე საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს. ამას აუცილებლად უნდა ვთქვა ჩაჭიდება. არ შეიძლება იმის ვთქვათ რეფორმირებაზე ლაპარაკი და განათლების სისტემას, რომ აი საზოგადოების უცნობია, განათლების სისტემის მსახურებისათვისაც კი უცნობია, რა წერია კანონში ზოგადი განათლების შესახებ. იქ წერია სახელმწიფოს ამოცანაა აღზარდოს ლიბერალურ დემოკრატიული ცნობიერების მოქალაქე. თავისუფალი მოქალაქე. აი ესეთ რამე წერია. პირდაპირ ეს არის სახელმწიფოს ამოცანა. ახლა თუ აქ არ არის ტრადიციებზე ლაპარაკი, ეროვნულ ღირებულებებზე ლაპარაკი და ეს ამოცანად არ აქვს სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, დასახული, მარტო ეკლესია ამას ვერ დაძლევს. და მე როდესაც ლაპარაკობ იმაზე, რომ ეროვნულ პრობლემატიკას უნდა, ასე ვთქვათ, დაუდგეს მხარში ეკლესია, აი მე ამას ლაპარაკობ იმ მაგალითით, რომელსაც უწმინდესი და მონეტარისტი ილია მეორე აკეთებდა თავის ცხოვრებით. პირდაპირ აი სამწუხაროდ მე მოხდა სწორედ ის ლიბერალურმა ტენდენციებმა, რა, უწმინდეს აიძულეს, შეეცვალა ის სლოგანი, რომელიც იყო პირდაპირ წესდებაში გვეწერა, რომ ეს უნივერსიტეტის მისია სოდნისა და წმენის სინთეზის უზრუნველყოფა აღსაზრდელებში. და შეიცვალა ეს სლოგანი და ეხლა უნივერსიტეტის გახდა სლოგანი შეიცან თავი შენი ერთი და რაც თავარია პრაქტიკულად აღარ არის საბუნებისმეტყველო მიმართულებები ის ხუთი ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა რითაც დააფუძნა უწმინდესმა უნივერსიტეტი აღარ ისწავლება, აღარ არის, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად ლიბერალურ დემოკრატიულმა ცნობიერებამ ჩათვალა საერო მასში, ვთქვათ, ჩარევა შეიძლება ასე ითქვას და რახან გამიჯნულია ეკლესია და ვთქვათ სახელმწიფო, ნუ შენ მიხედა შენ დაუშვათ სასულიერო განათლებას ამ საბუნებისმეტყველოს ამას მიხედავ სახელმწიფო. შეიძლება აი ასეთი ლოგიკა ჩემი აზრით მოახვია თავს, ან უბრალოდ ამ ლოგიკამ იზალა და უწმინდესის ნებაზე სამწუხაროდ ეს დროებითი უნდა იყოს ჩემი აზრით და საქმე ის არის რომ ეს კონცეფცია, ეს საუნივერსიტეტო ასეთი კონცეფცია უნივერსიტეტმა არა მარტო უწმინდესმა აკურთხა, არამედ სინოდზე იყო ასე ვთქვათ მიღებული ეს გადაწყვეტილება და არ შეიძლება ჩემი აზრით ასე ეს კურთხევა არ აღსრულდეს. ღვთის ნება ამას აუცილებლად აღასრულებს და ჩვენ მთლელი ერი გავერთიანდებით ღვთისმსახურებაში. ჩვენი ყველანაირი საქმით. ჩვენ მხოლოდ იმ საქმეს გავაკეთებთ, რაც არის სათნო ღვთისათვის. მადლობა. მაგრამ ღრმა და აი ესე ვთქვათ ეროვნულობით ესე ვთქვი სავსე განწყობით და შემართებით. დიდი მადლობა. ბატონ გიორგი, ჩვენ ვსაუბრობდით თანამედროვე კომუნიკაციის ენაზე. თქვენ როგორც რეჟისორი, გაქვთ საშუალება რომ იცოდეთ რა უფრო მეტად აინტერესებს პუბლიკას და რა აინტერესებთ ახალგაზრდებს მათ შორის. რა შეიძლება იყოს მთავარი გზავნილი ახალი პატრიარქის, რაც მან უნდა შესთავაზოს დღევანდელ ახალგაზრდობას 21 საუკუნის ქართველებს. ურთულეს ეპოქაში ვცხოვრობთ, ლიბერალიზმის, გლობალიზაციის, სადაც
ის ოქროს შუალედია მოსაძებნი, რომ აი ამ თანამედროვე გამოწვევებს უპასუხოთ და თან არ დავკარგოთ ის, რაც ჩვენი ფასეულობა, ტრადიცია, რაც მოუდგამს საუკუნეებით და მე როგორც რეჟისორი ხშირად იმ თემაზე, როდესაც სხვადასხვა თემებზე, როდესაც ვიწყებ საუბარს, ჩემთვის არის თემები, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია და არის თემები, რომელთანაც ახალგაზრდებთან ერთად შეიძლება რომ გავიაროთ და შეიძლება რომ იმ ოქროს შუალედამდე ზუსტად მივიდეთ, რაც თანამედროვე ენით, თანამედროვე გამომსახველობით შეიძლება რომ დადებით კონტექსტში მოვიტანოთ. უპირველესი მაინც არის აი ერმა აირჩია სულიერი მოძღვარი, ერმა აირჩია მამა და ჩემთვის როგორც რეჟისორისთვის უპირველესი არის თუ არა პატრიარქს და თუ არა დედა ეკლესიას ისე არავის არ უჭირავს ქვეყნის მაჯისცემაზე ესე ხელი და მისი ქადაგება არის ამოსავალი წერტილი. მე მაგალითად ილია მეორის ეპოქაში ბევრი სპექტაკლი დამიდგავს ილია მეორის ქადაგებიდან გამომდინარე. რა ჭირდებოდა ერს, რაზე ქადაგებდა და რა იყო მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის. და ეს იყო ჩემთვის როგორც მორწმუნე მართლმადიდებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რასაც ქადაგებიდან ვისმენდი და მე ვცდილობდი რომ ეს ყველაფერი ფიცარნაგზე ამეტანა. იყო აი ეს სპექტაკლები პოპულარული საზოგადოებაში. არ გეკითხებით როგორც თავად შემქმნელის პოზიციიდან გამომდინარე. ანუ დასწრება თუ იყო. დიახ, აი იცით რა არის საკუთარ სპექტაკლებზე რთულია. რა თქმა უნდა, არა, დასწრება თუ იყო. მაგრამ საკამათოც იყო. იყვნენ ადამიანები, რომლებიც კატეგორიულად არ იზიარებდნენ რაღაცა პოზიციას და იყვნენ ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით ყოველ შემთხვევაში თემაზე მსჯელობა მიმდინარეობდა. დიახ, იმიტომ რომ მე ვცდილობ ყოველთვის ხშირად ვიმეორებ, რომ ფიცარნაგიდან არ ვასწავლო ჭკუა არავის. მე საკითხი გამომაქვს და მე უკვე თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მაყურებელს. დიდი მადლობა. ქალბატონ თამარ, როგორ შეიცვალა ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოების დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ? როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ თქვენ როგორც საზოგადოებასთან გაქვთ კონტაქტი, ასევე აკვირდებით ეკლესიის ცხოვრებას. საზოგადოების ზოგადი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ ალბათ საუკეთესოდ გამოჩნდა იმ დღეებში, როდესაც ჩვენ პატრიარქს ვეთხოვებოდით. რადგან პატრიარქი იყო სახე და სიმბოლო ჩვენი ეკლესიისა. თუმცა აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში საკმარისად შეიცვალა საზოგადოების გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. და ეს ძალიან საყურადღებო და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მგონია. კერძოდ ახალგაზრდებს მისგან ხშირად მოისმენთ კრიტიკულ, ზოგჯერ მწვავე კითხვებსაც ეკლესიის მისამართით და საზოგადოება ამას ხშირად ძალიან მტკივნეულად განიცდის ხოლმე. თუმცა მე როგორც რელიგიური ჟურნალის რედაქტორს არ მიმაჩნია, რომ ეს არის საშინელება. პირიქით, მე მგონია, რომ აი ახალგაზრდების მხრიდან ასეთი კითხვების დასმა იმას ნიშნავს, რომ მათთვის ეკლესია არის ცოცხალი ინსტიტუტი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მათთვის. და მათ აქვთ მოთხოვნილება დისკუსიისა. მათ სურთ მიიღონ მათთვის გასაგებენაზე გარკვეულ კითხვებზე პასუხი. მშრალი მითითებები მათთვის არ არის საკმარისი. ზოგადად თანამედროვე საზოგადოება უფრო მომთხოვნია. აი თქვენ წეღან ფორმებზე საუბრობთ. აქ არ არის საუბარი, რომ დოგმატური ძირითადი მცნებები უნდა შევცვალოთ და აქ მიწოდების ფორმებზეა საუბარი. და ახალგაზრდები საჭიროებენ ამ ფორმების ახლებურად მოძებნას და მიწოდებას მათთვის პასუხებისა იმ კითხვებზე, რომელთაც ისინი არიან დაინტერესებულნი. და აი სწორედ ეს საკითხები მგონია, რომ არის გამოწვევა ახალი პატრიარქისთვის და შესაძლებლობაც, რომ თუ კი ამ
დისკუსიას შევა ახალგაზრდებთან და მისი ერთ-ერთი გზავნილი ძირითადი იქნება სწორედ ახალგაზრდებთან დიალოგი, აი საუბრობდა ჩვენი წინამორხსენებელი ამის შესახებაც. მაგ შემთხვევაში ამით ის შეძლებს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ახალგაზრდებს და ზოგადად ადამიანს. მე მახსენდება პატრიარქთან ჩვენი სტუმრობა, როდესაც კარიბჭის პირველი ნომერი გამოვეცით, სასიგნალო ეგზემპლარით მივედით პატრიარქთან კურთხევის ასაღებად და მაშინ პატრიარქმა გითხრა ასეთი რამე: თავარი თქვენი ყურადღების საგანი უნდა იყოს უბრალო ადამიანი და თქვენი ყურადღების ცენტრში იყოს ადამიანი და ეცადეთ რომ მისთვის გასაგებ ენაზე წეროთ, მარტივ ენაზე. და ეს ჩვენი აი 22 წლიანი საქმიანობის განმავლობაში ეს კურთხევა მეცადეთ რომ შეგვესრულებინა და მოგვეძებნა ის ფორმები, რომ ხშირად ძალიან რთული დოგმატური საკითხები მარტივ ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე მიგვეწოდებინა. და მე ვისურვებდი რომ ახალმა პატრიარქმა აი ეს კურსი, რომელიც ჰქონდა წინა პატრიარქს, გააგრძელოს ადამიანებთან ურთიერთობისა და მე იმედი მაქვს, რომ მისი აქამდე არსებული ურთიერთობის შემხედვარე საზოგადოებასთან ის ამას შეძლებს და მე ვუსურვებ მეუფეშიოს, რაც უკვე პატრიარქშიოს არ მოაკლდეს უფლის წყალობა, მადლი და წარმატებული იყოს თავის ისტორიულ საქმიანობაში ქვეყნისა და მრევლის წინაშე. დიდი მადლობა. ერთგვარად რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი ყველასთან ერთი კითხვა მექნება. მაინტერესებს როგორ ფიქრობთ და მოდით მამა ვლადიმერი თქვენი დავიწყოთ. როგორი უნდა იყოს ეკლესიის როლი მომავალი 10 წლის განმავლობაში ეკლესიის და ახალი საჭერო ყოფის როლი? როგორ გესახებათ? ვფიქრობთ რომ ეკლესია ყოველთვის გახსნილია. აი ახლა ბოლო თემა რაც გქონდა ახალგაზრდებთან, ახალ თაობასთან ურთიერთობა. აი ამაშიც სამაგალითო იყო წინამორბედი პატრიარქი. მაშინ, როდესაც ის აღსაყდრდა და გახდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მან შეძლო და ეკლესიაში მიიყვანა ახალგაზრდები. ამაზე ბევრი ითქვა, ბევრი დაწერილა, ცოცხალი მოწმენი არიან ამ ყველაფრისა. მან ეს საკომუნიკაციო საშუალებები მოძებნა. ვსასწრებთ უფალს, რომ უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამეც ამას შეძლებს. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, იმიტომ რომ მომავალი ახალგაზრდებშია, ახალგაზრდა თაობაში. ბუნებრივია. ვინ უნდა იურთიერთობოს და როგორ უნდა იურთიერთობოს ახალგაზრდებთან? მათ უნდა გაუგოთ. და მათ ყველაფერი ის, რაზეც აქ იყო უკვე საუბარი, უნდა მივაწოდოთ იმ ენით და იმ ფორმით, რომელიც მათთვის გასაგებია. ბუნებრივია, საეკლესიო ღირსების ჩარჩოშია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. წმინდა წერილის სული მათთან უნდა მივიტანოთ ისე, როგორც მათ ესმით, როგორც შეუძლიათ რომ გაიგონ. შეუძლებელია ჩვენ დავრჩეთ წარსულში და წარსულის ფორმებით გქონდეს მათთან ურთიერთობა. უბრალოდ ვერ შედგება კომუნიკაცია. შეუძლებელია. ვერც კომუნიკაცია ვერ შედგება და ვერც ინსტიტუცია ეკლესია. ინსტიტუცია დიახ, ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას. იმიტომ რომ წეღანაც ვამბობდით, ყოველთვის თანამედროვეა ეკლესია. შეუძლებელია ეკლესია თანამედროვე არ იყოს ამ სიტყვის რა თქმა უნდა საუკეთესო გაგებით. არა იმ ლიბერტალიანული გაგებით, რომელიც დღეს თანამედროვეობაში ესოდენ ფეხმოკიდებულია. არამედ სწორედ იმ ჯანსაღი გაგებით, რომ როცა მოდის მაცხოვარი სოფლად, ის ხალხს ელაპარაკება ისე, როგორც მათ ესმით. და აი ახლა ჩვენ ეს ისევე როგორც ყოველ ჟამს ეკლესია ამას აკეთებდა, უნდა მივაწოდოთ ახალგაზრდებს, მიუტანოთ მათთვის გასაგები ენით, მათთვის გასაგები ფორმით, რომ ისინი მაცხონებელ წიაღში დამკვიდრდნენ და მაცხონებელ წიაღში შემოვიდნენ და ეკლესიის ფუნქციაც სწორედ ეს არის. ეკლესია არის ის ცოცხალი ორგანიზმი ქრისტეს, მისტიური სხეული, რომელმაც მაცოცხლებელი სიტყვა უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. რა თქმა უნდა ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა ყველა თაობას, მაგრამ უბრალოდ ჩვენ ახლა აქცენტი გავაკეთეთ ახალ თაობაზე, მომავალზე და მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ღმერთი შეწევნით. დარწმუნებული ვართ, რომ ამას იზავს. ფორმები მოინახება, შინაარსი უკვე დიდი ხანია ვიცით. დიდი მადლობა. ბატონ ლევან, თქვენ როგორც თეოლოგი, როგორ თვლით, როგორი უნდა იყოს მომავალი 10 წელი ქართული ეკლესიის განვითარება? როგორ უნდა წარიმართოს? მეთანხმები რაც ითქვა, რომ რასაკვირველია
ეს არის ახალგაზრდებზე მუშაობა, საერთოდ არა მარტო ახალგაზრდებზე და რასაკვირველია ამის მაგალითს თვითონ სახარება იძლევა, იმიტომ რომ სახარებაც ისეთ ენაზეა, ნათქვამი ეს იგავები, ყველაფერი, რომელიც გასაგებია. პავლე მოციქული ამბობს, რომ სულ სხვანაირად ესაუბრებოდა ებრაელებს, სულ სხვანაირად იქადა გამან ათენში. ანუ ჩვენ რასაკვირველია უნდა გავითვალისწინოთ აუდიტორია ვის ვესაუბრებით, რა ენაზე ვესაუბრებით და ამაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, არა მარტო ღვთისმსახურებმა, არამედ აქტიურმა მრევლმაც, ასე ვთქვათ, ხო? საქმეში. ისე რომ სამკალი მრავლად არის, მრავალია როგორც სახარებაში წერია და საჭიროა ამ მიმართულებით რასაკვირველია მუშაობა. ბატონაშა, მომავალი და ქართული ეკლესია, როგორ გესახებათ? ახლო მომავალი. თან კითხვაში 10 წელი არ ახსენეთ, იმიტომ რომ გამახსენა თქვენმა კითხვამ მისი უწმინდესობის და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საოცარი იუმორის ნიჭი ჰქონდა და როდესაც კათოლიკოს პატრიარქად გამოირჩა აღსაყდრების მერე სახელმწიფო რწმუნებული მიაგზავნეს. მასთან და უთხრეს, რომ სახელმწიფო რწმუნებულმა უთხრა, რომ ახლა თქვენ უნდა დაწეროთ მომავალი 20 წლის სამოქმედო გეგმაო. ხო და ცოტა ხანი გავიდაო ერთი თვეო, მოვიდნენ მკითხესო კიდევ. მე კიდე ცოტა ხანიო და მე არ გავაკეთეო ეს გეგმა, არ დავწერე არასოდეს, მე თავი დამანებესო და მე ამბობს თავად კომენტარს უკეთებს ინტერვიუს დროს, ეს ინტერვიუ მე ჩავწერე ქალბატონ ნარგიზა გარდაფხაძესთან ერთად უწმინდესთან 35 წლის თავზე მისი ინტრონიზაციის და ეთყობა იფიქრესო, რომ მეც ვერ ისოცხლებსო და გამოვიდა ცოტა მეტიო და 10 წელი რატო დაუწესეთ ახალარჩევ პატრიარქს. მომავალი სამომავლო და ყოველდღიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ აქ თანამედროვეობის გამოწვევებზე ვისაუბრეთ, ტექნოლოგიებზე, ახალგაზრდებზე, კრიტიკულ აზროვნებაზე, ბევრ რაღაცაზე, მაგრამ არის ისეთი მასშტაბური პრობლემები, რომელიც დღეს აქ მიწაზე გვაქვს და მტკივნეული პრობლემები. ეს არის ნარკომანიის პრობლემა საზოგადოებაში, ჩვენს ახალგაზრდებში, ახალთაობაში. დემოგრაფია ზოგადად ერის პრობლემა არის. ყველაზე ზემდგომი რაღაც ცუდ საშინელ გვირგვინად ამ პრობლემებზე ზემოდან და მომავალში გვიქადის ძალიან ბევრ პრობლემას. და სოციალური პასუხისმგებლობა ეკლესიის და ეკლესიის მსახურების. ეხლა მე ჩემმა ბებია ბაბუამ ღმერთის წყალობით ეკლესიის წინ გადაწყვიტეს 100 წლის წინ სახლის შენებლობა და მამა ვლადიმერი ახალგაზრდა ახლა ნაკურთხი მღვდელი იყო, მე ვუყურებდი ყოველი წირვის მერე როგორ თამაშობდა ხოლმე ბავშვებთან ერთად და როგორ სიყვარულს უთესავდა შვილებს და ბავშვებს, მრევლის შვილებს, მაგრამ მაგალითად მე მომსწრე ვარ პალესტინაში, ისრაელში, ისრაელის ჩრდილოეთით საკმაოდ ბევრი არის ქრისტიანი მოსახლეობა, რომელიც ურთულეს პირობებში ცხოვრობს მაინც, რომ მუსლიმები, ებრაული გარემო ისრაელის სახელმწიფოში და იქ ეკლესიას სხვა მოწოდებები აქვს და სხვა სოციალური პასუხისმგებლობას გრძნობენ სასულიერო პირები და ასევე მრევლიც. და რაში გამოიხატება ძალიან მარტივი, ახლა ერთ მაგალითს მოგიყვანთ და არ დამძრახო სასულიერო პირებმა განსაკუთრებით. ერთ-ერთი სოფელი არის სოფელი იოსეფი, ასე ქვარი იოსეფი, ისრაელის უკიდურეს ჩრდილოეთში, აი ლიბანთან ახლოს, სადაც ჩავედი სტუმრად ერთ-ერთ ტაძარში, ეკლესიას არის აბუნა ატალა ასეთი მამაო, რომელსაც შევესწარი ზაფხულში, ეს არის 20 წლის წინ ხდება დაახლოებით, რომელსაც შევესწარი როგორ აქვს აკაპიცებული აი სანაფორა, ჩატანიებული შარვალში სიგარეტი, პირში ეკლესიის ეზოში დადის და ბანაკი აქვს მოწყობილი ქრისტიანი ბავშვებისთვის და რატო? იქ აქვს მრევლიდან გამორჩეული პედაგოგები, რომელსაც თავთავისი კუთხე აქვს, იმიტომ რომ ზაფხულის პერიოდში ბავშვებს აქვს დასვენების პერიოდი, როგორც საბავშვო ბაღებიდან, ისე სკოლიდან. და მშობლებს არ აქვთ არავითარი საშუალება, რომ სადმე ბავშვები გაუშვან, იმიტომ რომ ძალიან ძვირადღირებულია იქ ბანაკები და ასე შემდეგ, მაგრამ ეკლესია იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას, რომ რამდენიმე კვირის და თვეების განმავლობაში ეს ბავშვები მშობლებს დღის განმავლობაში, როდესაც ისინი მუშაობენ და ვალდებულები არიან სამსახურში წავიდნენ, შეუნახონ და იზრუნოს ეკლესიამ, ეკლესიის მსახურებმა იზრუნონ ბავშვებზე. აი ეს სასულიერო პირი, ახლა რაც ვახსენე, მისი აღწერილობა ამ აბუნა ატალასი, ხო, რომელიც აი დღეს ცოცხალია, ის 20 წლის წინ დანახი ბავშვები დღეს უკვე ინსტიტუტ დამთავრებულები არიან და ამ ადამიანს გვერდში უდგანან მისი გაზრდილი
ბავშვები, რომლებიც დღეს სასულიერო პირსო ჩვენ დავუნახოთ აი ის რაც ვახსენე, ის ატრიბუტი სიგარეტი რაც არ არის, ხო? ცოცხებით შეიძლება გამოვეკიდოთ, მაგრამ აი აბუნა ატავას მაგალითად თელი ეს მრევლი და ქრისტიანობა ქუჩაში რომ ირბის ეს ბავშვები და ახალგაზრდები თავის მშობლებიანა უკან მისდევენ დიდი პატივისცემით, იმიტომ რომ ამ ადამიანმა ამ ბავშვებში შრომა ჩადო. საბავშვო ბაღის ბავშვებზე მომავალ. ამიტომ ეკლესიის გარკვეული როლი არა მარტო ახალგაზრდებთან დიალოგით, რომლებიც უკვე ჩამოყალიბებული ფსიქიკის ადამიანები არიან, არამედ სწორედ ბავშვები და ის კონტრიბუცია წვლილი ეკლესიისა მატერიალური თვალსაზრისით, არა მხოლოდ სულიერი, არამედ წმინდა მატერიალური ზრუნვის თვალსაზრისით უნდა გაიზარდოს გასაზრდელია და თანამედროვე პირობებში სწორედ ერთ-ერთი არის ის სიახლოვე სასულიერო პირის ის კი არა რომ ბარიერი გადავლახო მე მამა იაკოვთან მამა ვლადიმერთან და რაღაცა იქ უფრო ისეთი გაშინაურება მოხდეს, რომლის იქით უკვე ზღვარი დარღვეულია სასულიერო პირთან ჩვენი საერო ადამიანებისა, არამედ დაახლოება ბავშვების, რომლებიც აი ამ გარემოში იზრდებიან, სადაც ბავშვი კვირაში ერთხელ დასვავს რაღაც ისეთ ელემენტარულ კითხვას და მისთვის გასაგებენაზე სასულიერო პირი ისეთ პასუხს გასცემს, რომელიც მარცვალი იქნება იმ ჭეშმარიტების და იმ ძირითადის, რომელიც მე ამ ბავშვს უკვე დასრულობაში რაღაც სიკეთისკენ დააკვალიანებს, უფრო მეტ კონტრიბუციას გააკეთებინებს. ეს არის კიდევ უფრო დაახლოება, ამიტომ ეს გამოწვევები, რომელიც არის ეკლესიის წინაშე, თანამედროვეობას აქვს მოტანილი ეს გამოწვევები, აუცილებელია, იმიტომ რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენ ბავშვები ვიყავით ეკლესიაში მივედით, აი იმ 80-იან წლებში, როდესაც კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორემ შეძლო და ეს შემოიკრიბა, ამას ხელი შეუწყო და ამოუკიდებლობამაც ბევრი ფაქტორი იყო გარკვეული, მაგრამ ეკლესია მზად იყო ამისთვის, ამის მისაღებად. ეკლესია შეიძლებოდა კათოლიკოს პატრიარქი არ ყოფილიყო მზად ამ ყველაფრისთვის და ეკლესია ჩაკეტილიყო, არის მთელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ეკლესიები, სადაც რაღაც გარკვეული ნაჭუჭი არის და აი ეს ნაჭუჭი იქით ცალკე მიდის და ეს საზოგადოება აქეთ საქართველოს და ქართველ ერს ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს, არც ეკლესიას. ეს ერთობა კიდევ უფრო უნდა გამყარდეს და უნდა გაძლიერდეს და კიდევ ერთი ფაქტორი. კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ შეძლო ის, რომ ის გარკვეული აქ ნახსენებია და რა თქმა უნდა ვეთანხმები ის, რომ ეკლესიას დაცვა არ ჭირდება არავისგან. მაგრამ აი ის რასაც ჩვენი თვალები, ფიზიკური თვალები უყურებენ და ის სოციალური პასუხისმგებლობა სოციუმში ტრიალი პატრიარქმა მაგალითად გადალახა ის საზღვრები, საეკლესიო საზღვრები, როდესაც ის მაგალითად საოპერო წარმოდგენას ან თეატრალურ წარმოდგენას ესწრებოდა. საკმაოდ ხშირი. ჩვენ ბავშვობაში რუსულიდან ნათარგმნი აღსარებების წიგნი იყო ფსალმუნთან ერთად თანდათული ზოგიერთებს დღესაც შემონახული. სადაც ჩამონათვალში წერია ფეხბურთის ყურება, ცოდვა, თეატრალურ წარმოდგენაზე დასწრება, საოპეროს მოსმენა, პატრიარქმა თავად დაიწყო ოპერის წერა. დღეს გვყავს ჩვენ ახალი კათოლიკოს პატრიარქი, რომელიც თავად სწავლობდა ჩელოს და კონსერვატორიაში იყო სტუდენტი, ხო? არის მისთვის ეს ახლო არის, სიახლოვე არის, ანუ ეს კულტურის დაფასება, შეფასება, იქ ყოფნა, სოციუმში ყოფნა, ეკლესიის და სასულიერო პირების მხრიდან აუცილებელია და დანარჩენი უკვე აი ამ ტექნოლოგიების, თანამედროვე ტექნოლოგიების წინაშე გამკლავება უკვე საზოგადოებისა და ეკლესიის ერთობით უკვე უფრო მარტივად მოხდება. ამიტომ დღეს რაზეც ვსაუბრობთ, ერთადერთი რაც შეგვიძლია აქ ალბათ შევაჯამოთ და ყველა დამეთანხმება და მთელი საზოგადოება მრევლი რომ დღეს საქართველოს ახლად არჩეულ კათოლიკოს პატრიარქს ჭირდება გვერდში დგომა, ის ილია მეორე ვერ არის ჯერჯერობით, იმიტომ რომ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ჰქონდა იმის შანსი და შესაძლებლობა თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე, რომ ის ფარად ეფარებოდა მთელ ეკლესიას. დღეს ეკლესიის წინაშე შეიძლება ძალიან ბევრი კრიტიკა წამოვიდეს, კიდევ უფრო აზვირთდეს კრიტიკული განწყობა ეკლესიის წინაშე და ამ დროს კათოლიკოს პატრიარქი ახლად არჩეული მარტო არ უნდა დარჩეს. ჩვენ მას გვერდში უნდა დაუდგოთ ყველა იმ კეთილ საქმეში, სადაც მას გამყარება ჭირდება. მერე დრო მოიტანს აწლეულების მერე. ჩვენ შვილებს ის დაუდგება ფარად წინ და ეკლესიასა და საზოგადოებასაც. დიდი მადლობა. მამა იაკობ, თქვენ როგორ თვლით, როგორ უნდა განვითარდეს ეკლესია უახლოეს მომავალში? ბატონო ჰაშემ კი იხუმრა ძალიან რომ მოუზომეო, მაგრამ იცით რა, უფრო მეტის გათვლაოს და მერც საუკუნეში ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი თანამედროვე მსოფლიოში. როგორია უახლოესი მომავალი თქვენი ხედვით ქართული ეკლესიის? მოდი პატრიარქის წლები შეეყაროს და მასავე დიდხანსი პატრიარქოს და ამინ. აი ჟამზე ვამბობდით ეპოქის სირთულეზე ვამბობდით დიდ გამოწვევებზე და ეს სირთულები ყოველთვის იდგა ყველა დროს, ყველა ეპოქას ახლავს ეს და მაგალითად ეკლესიაში არის ასეთი წმინდანი გრიგოლ ნეოკესერიელი, ის რომ ჩავიდა ნეოკესერიაში, იქ დახვდა 17 მორწმუნე.
რომ გარდაიცვალა იმ ხარეში მხოლოდ 17 ურწმუნოღა იყო. დანარჩენი ყველა მოაქცია და უფალთან მოიყვანა და ეკლესიაში და როგორ შეძლო ეს და როგორ შეძლებს უწმინდესი პატრიარქი ჩვენი ახალი ამას ასე იგი დიდი მადლით, დიდი სიყვარულით უნდა იმსახუროს, დიდი თამდაბლობით, სიწმინდითა და სიმართლით უნდა განაგოს ეკლესია. აი ამით დიდი შენდობითა და ერთობით და იმ სულიერი ტრადიციების დაცვით უნდა გააგრძელოს. მას უნდა დაუდგეს ყველა ის რჩეული შვილი პატრიარქის ამ მღვდელმთავრების სახით, ესე იგი სასულიერო პირების სახით. აი ჩვენ ვერ ვწდებით ხოლმე უწმინდესის ეპოქაში გაზრდილები ვარ და მაინც უწმინდესთან მივდივართ ნაჩვევები ვარ და მახსოვს ერთხელ ქადაგებდა ასეთ რამეს რომ ძალიან დიდი ჯვარი აქვს პირველი იერარქს და აბსოლუტურად ყველა ადამიანს თავისი ჯვარი აქვს და ის გვასწავლიდა რომ ყველამ უნდა ერთმანეთს შეუმსუბუქოთ ჯვარიო და სიმონ კვირინელად უნდა ვექცეთო სახარებაში არის ეს პერსონაჟი და თუ ვერ შეუმსუბუქებთ და ვერ შეეხიდებით, ნუ დაუმძიმებთ მაინცო და ჩვენ თუ არ დაუმძიმებთ ახალ პატრიარქ ჯვარს, შევეხიდებით, მისთვისაც ვილოცებთ და ყველანაირად შევეწებით, ხომ? ესე იგი ახალი აღორძინებისა და ახალ სულიერ სიმაღლეზე ასვლის ჟამი დადგება. ღმერთთან ერთად და ღვთის მადლით. თავარი ეს არის. მე ესე ვფიქრობ. დიდი მადლობა მამო. გაბატონო თამარ, თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორია ახლოს მომავალი ქართული ეკლესიის და ის ძირითადი გამოწვევა, რაც იქნება ახალ პატრიარქს თავისი პატრიარქობის პირველ წლებში რა იქნება? მე იმედიანად ვარ ზოგადად გაწყობილი, ზოგადად ჩემი ხასიათი და ბუნება ასეთია, თუმცა ამის ობიექტური საფუძველიც გამაჩნია ეკლესიასთან მიმართებით და ახალ პატრიარქთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ პირველი გზავნილები, რომელიც წამოვა ახალი პატრიარქისგან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. მე ვისურვებდი, რომ ეს გზავნილები იყოს სამი ძირითადი მიმართულებით. პირველი ეს უკვე არაერთმა სტუმარმა აღნიშნა სურვილი ერთობისა და გაერთიანებისა. საზოგადოებაში განხეთქილების დაპირისპირების სული ბატონობს, ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკას. ყველა მიმართულებით ზოგადად აი განხეთქილებისა და დაპირისპირების სული არის, ამას ხელს უწყობს სოციალური ქსელებიც და ზოგადად თვითონ საზოგადოების თავისებურება, სტრესული მდგომარეობა, აი ეს ინფორმაციის ხმაური, რომელიც წეღან აღვნიშნე. მეორე მიმართულება ეს იქნება აუცილებელი ჩემი აზრით დიალოგი ახალგაზრდობასთან. დიალოგი ახალგაზრდობასთან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ახალი პატრიარქისა. ჩვენ გვახსოვს ილია მეორის მოღვაწეობის დასაწყისი, თუ როგორ დაიწყო მან ახალგაზრდობის მოზიდვა ეკლესიაში. და მე რა ნაყოფები გამოიღო მისი მოღვაწეობის 50 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ამან, ესეც ვნახეთ. ამიტომ ახალი პატრიარქის ერთ-ერთი მისია იქნება, რომ მან რაღაცნაირად უნდა შეძლოს და მოიზიდოს ახალგაზრდობა და გონებით გულით აავსოს რწმენით დაამკვიდროს ეკლესიის წიაღში. და მესამე გზავნილი ეს იქნება სიყვარული. უპირობო სიყვარული და მხოლოდ სიყვარულით პასუხი ყველა აგრესიასა და დაპირისპირებაზე. ეს ასეთი იყო ჩვენი წინამორბედი პატრიარქი და მე ვისურვებდი, რომ ასეთი იყოს ჩვენი ახალი პატრიარქი, ამის წინაპირობა მას აქვს პიროვნულად, ის არის ღვთივგამგრძნობილი და საკმაოდ განათლებული და დიდი სულიერი თვისებების მატარებელი ადამიანი და მე იმედი მაქვს, რომ ის ისევე გონივრულად გააგრძელებს იმ გზას, რომელსაც ადგა მაშინ, როდესაც ის იყო მოსაყდრე საპატრიარქოს ტახტისა. და კიდევ ვისურვებდი, რომ ახალმა პატრიარქმა შეძლოს და საზოგადოებაში დანერგოს იმედი, გააღვივოს იმედი. იმიტომ რომ დღეს გარკვეულწილად უიმედობა არის საზოგადოებაში და ძალიან ფეხმოკიდებული და ეს იმედი, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვჭირდება, უნდა იყოს სულიერი აღშენებლობის იმედი საზოგადოებისა. და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი შევქმნით წმენაზე, სიყვარულზე
სიკეთეზე დაფუძნებულ საზოგადოებას აი პატრიარქის წინამძღოლობით და ასეთ საზოგადოებაში ჩვენ ყველანი ვიქნებით ბედნიერები. რაც დღეს გვაკლია გარკვეულწილად ბედნიერების განცდა. დიდი მადლობა. პატრონ გიორგი, თქვენ როგორ თვლით რა გამოწვევები ექნება ახალ პატრიარქს თავის პატრიარქობის პირველ წლებში და ეკლესიას? ჩვენი დედა ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის მაგალითი დიდი სულიერების, რწმენის, სიყვარულის, მოთმინების და დიდი გონიერების. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პატრიარქი, მისი წინამორბედი პატრიარქების დარად დიდი გონიერებით ატარებს ჩვენს ქვეყანას და გაგვეყვანს სამშვიდობოს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. პატრონ პარმენ, თქვენ როგორ ხედავთ ქართული ეკლესიის მომავალს? იმედიანად. მე მაპატიოს ყველამ და უსვინდესმა და უნეტარესმა ახალმა პატრიარქმა შიო მესამემ მილოცვა არ მithქვამს, არ მიმილოცავს, მაგრამ მე ყველას და ჩემ თავსაც ულოცავ მის გამორჩევას, მის პატრიარქობას და ულოცავ საზოგადოებას იმას, რომ აი აქ როგორც ითქვა, კარგი გაკვეთილი ჩაუტარა საზოგადოებას დღევანდელმა დღემ, როგორი იყო ის შინაგანად დაძაბული, შეიძლება, მაგრამ ღირსეული. და მე ვფიქრობ, პროცესი თქვენ სწორი ბრძანეთ, რომ ისე სწრაფად იცვლება სამყარო და ყველაფერი, რომ ამას ვერ გააჩერებ და ძალიან ძნელია წინასწარ მეტყველება რა გამოწვევები იქნება კიდე ხვალ და ზეგ. ჩემთვის არსებითია, რომ უკვე შემდგარია ინსტიტუცია ქართული ეკლესია, ყავს დღევანდელი არჩევნების სახით ღირსეული სინოდი, რომელიც ისეთი შეიძლება ითქვას გუნდია ეროვნული თვალსაზრისით, რომ აი მე უკვე შიო მახსოვს მისი თაობა, მახსოვს ეროვნული მოძრაობის დროს. სტუდენტები რო იყვნენ, მე მათი ენერგიის და ეროვნული ორიენტაციის მჯერა და ეს ენერგია ჩემი აზრით ასეთ ინსტიტუციის დახმარებით გადაიზრდება ღვთისთვის სათნო და ერის მომავლისთვის სასიკეთო მსახურებაში. მე ამის იმედი მაქვს, რომ ეს დიდი ინსტიტუცია სხვა ინსტიტუციებთან ერთად რა თქმა უნდა, მაგრამ წამყვანი გამსაზღვრელი ეროვნული თვალსაზრისით იქნება ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მეუფეშიოს ხელმძღვანელობით, რაც ქვია მაგას წყემს თავრობით. დიდი მადლობა, უღრმეს მადლობა ბატონ პარმენ. ბატონ გიორგი, თქვენ როგორ თვლით მომავალი ეკლესიის განვითარება და გამოწვევები ახალი პატრიარქის? ალბათ ორიგინალური ვერ ვიქნები, ვეთანხმები. მართლა რაღაც ერთსულოვნება აი ამ აუდიტორიაშიც რაღაც ყველა ვხედავთ ერთ მთავარ გზავნილს, ყველა ვხედავთ ერთ მთავარ მიმართულებას და პრაქტიკულად სხვადასხვა კუთხით ყველა ერთი და იგივე რამე ვთქვით. და ალბათ მეც ამას გავიმეორებ, უბრალოდ დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე საუბარი. ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება ერთობა ღვთისმსახურებაში. რატო ვამბობ ამას, ნახეთ. ღვთისმსახურება არ შემოისაზღვრება ტაძრის კედლებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ტაძრიდან გამოსული ღვთისმსახურებას აგრძელებ. კი არ ტოვებ, კი არ ასრულებ, პირიქით აგრძელებ. და აი აქ ითქვა კიდევაც და იმამ აიაკოვსაც აი ხაზგასმით ავეთანხმები. ალბათ გავიხსენოთ უნდა და ვისწავლოთ უნდა, რას ნიშნავს ურთიერთას სიმძიმეს ტვირთვა. გავერთიანდეთ აი მსახურებაში, რაც ერთმანეთის ტვირთის ზიდვა ქვია და ეს გვასწავლის, რას ნიშნავს ერთობა, რას ნიშნავს საზოგადოება ჩამოყალიბება და რას ნიშნავს ერთიანად პრობლემების წინააღმდეგ და პრობლემების გამკლავება. ეს ალბათ ყველაზე საშურია და ალბათ ფიქრობას და ისი უწმინდესობის ქადაგებებს რო ვისმენდეს, სანამ ის გამორჩეული იქნებოდა საპატრიარქო ტახტზე, ამის ყველაზე მთავარ ძალას, ყველაზე მართებულად და ყველაზე გონივრულად აწვდიდა მსმენელებს. ეს არის
მადლის სული საწმინდის ეს არის ღვთისმსახურება, რომელსაც შეუძლია გაგვიყვანოს სამშვიდობოს. დიდი მადლობა. ერთი გამახსენდება. არ შემიძლია სულ გავიხსენო. ეს უწმინდესობასთან მქონდა შეხვედრა და რაღაცა მომეცა ბედნიერება. ჩემი აზრი მოესმინა მას ახლა ჩემს როის მე და ბევრი კარაფერი ამაში, მაგრამ მე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და როგორ მახსოვს გამომხედა და მითხრა მართალ ხა დამეთახმა რა ცოტა. მაგრამ ეთქობა ტონი არ მივარგოდა. ცოტა ესეთი ტონი მქონდა, ეს ცოტა პესიმისტური. და ცოტა ხანი პაუზა იყო და ამომხედა კიდე ქვემოდან და თითიდან მიქნია. ესე მაინც ნუ ლაპარაკობ. იცოდეო ბოლოში ყველაფერი კარგად იქნებო. ესე მინდა დავასრულო. რაც არ უნდა პრობლემებზე ვისაუბროთ, მე თითის დაკრება არ დამოვიწყდება არასოდეს. ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება. გამკვდებით. ამინ. უღრმესი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ბატონებო, მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ოდნავ განსხვავებული ფორმატი შემოგთავაზეთ. ჩვენ ერთმანეთს მომავალ ორშაბათს უკვე დებატებით შევხვდებით. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასუებით. ულოცავთ მის მაღალ ყოვლადოსამდელოსებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას. საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ხმობხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე, აქსიოს! 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 აქსიოს!